სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. პირველ ყოვლისა 1000 მადლობა უფალ ღმერთს, რომ კიდევ ერთი დილა გაგვითენა მშვიდობით და მადლი და საშუალება გვეძლევა კიდევ ერთხელ ეს მერამდენედ შევინანოთ ჩვენი ცოდვები, განვიწმინდოთ და დავადგეთ ხონების გზას. ხშირად მითხრობს, არცაგან გავიმეორე პავლე მოციქულის სიტყვებს, მიუწვდომელ არიან ზანეუფლისა. საერთოდ თავად ადამიანი იდუმალებით მოცული არსება, რაოდენ ნაცნობიც, გასაგების და ასე შემდეგ არ მაიყოს. იდუმალია არათუ სული მხოლოდ მისი, რომელიც ღმერთმა შთაბერა, მოზინა თიხისაგან მიწისა პირველი ადამიანი, არამედ უჩვეულოა და იდუმალებით არის მოცული ადამიანის სხეულიც. გასაოცარი ჰარმონია მის აგებულებაში, ბიოლოგიური და სხვადასხვა თვალსაზრისებით. დღეს სურს განვიხილო ორი ადამიანის ცხოვრება. ერთი მათგანი არის შერაცხილი წმინდანებში, ეს არის მოწამე კონდრატი. ხოლო მეორე, რომელზეც მინდა ასევე დართვით ვისაუბრო, არის ერთ-ერთი ათონელი ბერი, ჩვენი თანამედროვე წმინდა პაისი ათონელის თანამედროვე, უფრო დავაკონკრეტებდი, რომლის ცხოვრების შესახებ და ცხონების მოვისმინე გზადმომავალმა ეკლესიისკენ. მაქვს ჩვეულება და ალბათ ბევრ თქვენთაგანს, რომ გზაში ამაო ფიქრებმა რომ არ დამიყვნა და საკმაოდ ვრცელია გზა, ქალაქის ერთ ბოლოში ვცხოვრობ, მეორე ბოლოში როგორც იყვია მსახურობ. ან იესოს ლოცვას მარცვლი, ან ვისმე წმინდა მამათა ცხოვრების სხვა ეპიზოდებს, თუ წინასწარმეტყველებებს, თუ სწავლებებს და როგორც იყვიან ორ კურდღელს ვიჭერ. ამაო ფიქრები იმდენად აღარ მიფხრობს და სულიც განიწმინდება დროთა განმავლობაში. პრაქტიკულად ამას მე ვუყურებ როგორც განწმენდას წინეთ დღევანდელი დაუჯდომელი საგალობელისა და ჩვენი საუბრისა. რა თქმა უნდა, განწყობა და მომზადება სჭირდება მეტადრე ღვთის სიტყვის ქადაგებას. ადამიანი არის უგრძნობილესი არსება, რომელს ყველაფერი მოქმედებს, თითქოს ერთი შეხედვით ისეთი რამაც კი, რაც როგორც ესეთი არ უნდა მოქმედებდეს. ასეთია ადამიანი, თუ მეტისმეტად არ არის გაუხეშებული მისი სული უნანელი ცოდვებითა და ბოროტი ცხოვრების წესით. მან შანსა შინა ქრისტიანობის გარიჟრაზე, ქრისტეშობის აქეთ პირველ საუკუნეებში თქვენ იცით, რომ სასტიკი დევნა იყო ქრისტიანებს. ყველასთვის იყო დასაშვები მათი რელიგიების მიმდევრობა, თუ წარმართებისათვის, თუ იუდეველებისათვის. ერთი მხოლოდ ქრისტიანები იდევნებოდნენ და ცვლიდნენ რა ერთმანეთს წარმართი იმპერატორები თუ მთავრები, ეს დევნა უფრო მძაფრი და სასტიკი ხდებოდა. მან შანსა შინა მესამე საუკუნის პირველ მეოთხედში ცხოვრობდა ერთ-ერთი ღვთისმოსავი დედაკაცი რუფინა და როდესაც კვლავ ერთხელ აღადგა დევნა ქრისტიანებზე, ქალაქ კორინთოდან იყო, მან იძულებული გახდა დატოვა ქალაქი და მრავალი სხვა ქრისტიანის მსგავსად შეეფარა, ესე იგი მიყრუებულ ტყეებს, თებს თუ უდაბნოებს, ხან ერთ ადგილზე გადადიოდა, ხან მეორეზე. ეს უფრო იმით იყო ნაკარნახები, რომ იყო ფეხმძიმე, როდესაც დევნა დაიწყო ჩვენი სარწმუნოებისა და უფრო მეტად ზრუნავდა საკუთარი ნაყოფის გადარჩენაზე, ვიდრე საკუთარი სიცოცხლისა, მაგრამ თუ თავად ვერ გადაიჩენდა სიცოცხლეს, ბუნებრივია მისი მუცლის ნაყოფის დაიღუპებოდა. როგორც წმინდა მამები ამბობენ, ღვთისმოსავი დედაკაცი დედა უკვე მუცლის წიაღიდან იწყებს რომას თავის შვილზე. არა ისე რომ გაჩნდება და მერე ავსდი და მერე გავსდი, არა. ღვთისმოსავი დედაკაცი მოხშირებით ეზიარება, დგება აღსარებაზე, ანუ განიწმინდება ცოდვათაგან, ძალისაებ როგორც მოძღვარი და ეკლესია აკურთხებს, ინახავს მარხვებსაც კი და ესე შემდეგ. საერთოდ თუ არ არის უკიდურესი გართულება, პათოლოგიები, ფეხმძიმობის დროს თუ ტოქსიკური და სხვა, უმჯობესია დედაკაცმა იმარხოს. ყოველ შემთხვევაში ხორცეული არ მიიღოს, იმიტომ რომ მისი ჭირკლარით გადაეცემა არა მარტო საკვები, როგორც ესეთი ენერგიები, რომელიც ახლავს ამ საკვებს, ასეც თუ ისეც მეტად თუ ნაკლებად, არამედ გადაეცემა დედის განწყობაც, თვითფსიქიური წყობაც აღიბეჭდება მასზე, ნერვიული მდგომარეობა, იმიტომ რომ გარეგან ისე ძალიან მოქმედებს დედაკაცი. აქ ხშირად ამბობენ, რატო ასეთი ნერვიული ჩემი შვილი, რატო ასეთი ჯიუტია, რატო ასე ურჩი.
ეს ყველაფერი შენი დიდი დამსახურება და არა მარტო შენი წინაპრების და გენეტიკური თვალსაზრისით. ისე რომ ერთნი მუცლის წიაღიდანვე განაგრძობენ თავიანთს შეეწირიან, ეხმარებიან გაფრთხილებაში, მეორენი პირიქით ბოროტებისგან ეწევიან და აი ბავშვი დაბადებიდანვე ხშირად არის რომ აი დედა ასეთია, მამა ისეთი თითქოს ყველაფერი რიგზია, მაგრამ შვილი არის სრულიად ჯიუტი და განსხვავებული. ამას ყველაფერს რა თქმა უნდა თავისი ახსნას, როგორც იყვნენ ხოლმე, ყვავლი უცეცხლოდ არ ჩდება. მოკლედ, წმინდა რუფინოსი, წმინდა ნეფშია ეს დედაკაცი, შერაცხილი, ესე იგი მიმოეხეტებოდა სხვა უღრან და განმარტოებულ ადგილებში, მათ შორის უდაბნოებში და აი მოუწია ბოლოს და ბოლოს მშობიარობა ღვთის მადლით იმშობიარა. მაგრამ შობა თუ არა თავისი ძე კონდრატი მოასწრო მხოლოდ სახელის შერქმევა 2-3 დღეში გარდაიცვალა. ადამიანური თვალსაზრისით რა თქმა უნდა ის განწირული იყო დაღუპვისათვის. მაგრამ აქ შესავალში თქვით პავლესთან ერთად მე სტუნელარიან გზანი უფლისანი. ღმერთმა ის დაინარჩუნა უდაბნოში და დაინარჩუნა სრულიად საკვირველი და უჩვეულო სახით. კერძოდ, როდესაც ესე იგი ჭამის დრო მოუწევ დღეში ერთხელ მიაქცეთ ყურადღება, ანუ სიყრმიდან როგორც განდეგილი აღიზარდებოდა. აქ ეუბნებლიათ მოგაგონდება ცხოვრება ღვთისმშობელ მარიამისა, წმინდა ნიკოლაოს საკვირველთმოქმედისა, სერგი რატონეშელის, რომელსაც ესევე უჩვეულო სახით აღიზარდებოდნენ ღვთის წინაშე. მაგალითად, წმინდა ნიკოლოს დღეში მხოლოდ ერთხელ იღებდა საზრდოს, გარდა ოთხშაბათ პარასკევისა. დედის ძუძუს კერძოდ, ოთხშაბათ პარასკევს რა კი მარხვა იყო, ის ძუძუს არ ჭამდა. აქედანვე შანდა რომ ღვთის ხელი იყო მასზე. და ბევრი რამ უჩვეულო, რაც წმინდა ნიკოლოზის შობას უძღოდა წინ, განაცვიფრებდა დედას და მამას და განაცვიფრებდა მათ ახლობლებს, რომელიც ამის მოწმენი ხდებოდნენ და ხვდებოდნენ, რომ რაღაც უჩვეულო განგებულება იყო ამ ხარმაზე ახლა ჩობილზე, რომელსაც ღვთისავე ნებით ეწოდა ნიკოლაოსი, რაც ნიშნავს ხალხებზე, ანუ ვნებებზე, ადამიანურ სისუსტეებზე, მანკიერებაზე, ცოდვებზე გამარჯვებას, როგორც იყო მთელი ცხოვრების განმავლობაში. სახელიც რატომ ეწოდა ეს? ესე იგი, ამ სახელში იყო წინასწარმეტყველება, როგორი მონოზონი, წირმონოზონი, როგორი ბერი იქნებოდა და მერმე უკვე სამღვდელო დაისა და მღვდელთავარი წმინდა ნიკოლაოსი. თქვენ ალბათ გახსოვთ, როცა მოიწიფა პატარა ყრმა, დაახლოებით 4-5 წლის იყო და უნდათ რომ შინ აეყვანათ შეძლებული მშობლები ყავდა მასწავლებელი, რომ წერა-კითხვა ესწავლებინათ და სხვა, ვერა და ვერ შეთანხმდნენ ესე იგი ნონა და თეოფანია მშობლები, ვინ უნდა ყოფილიყო წმინდა ნიკოლოზის ესე იგი მასწავლებელი და რა კი ასეთ მდგომარეობაში შავარდნენ გამოველ მდგომარეობაში პატარა ნიკოლოზმა მოტიტინე ენით, რადგან სხვაგვარად ის ვერ ლაპარაკობდა და ვერ ილაპარაკებდა, ესე იგი დამართლით უთხრა თავისი მომავალი მოძღვრის სახელი. ვინ იყო ის? მონოზონი. ესე იგი, არა ნებისმიერი, არა ერისკაცი, არა მხოლოდ მიწიერი ალფავიტის ამბანის შესასწავლად, არა სულიერი ამბანის შესასწავლად გამოირჩია ღმერთმა მისი ენით, მოტიტინე ენით თავისი მომავალი მოძღვარი. ესე იგი, ყველა გარემოება მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებდა, რომ აღიზარდებოდა ასკეტი ადამიანი. სიყრმიდან იყო ასკეტი. და უფრო შორს წავალ ეგები გაზვიადებულიც არ იქნება, რომ დედის მუცლიდან ასკეტურად იზრდებოდა, იმიტომ რომ დედა იმისი იყო ღრმათმორწმუნე ადამიანი და იყო ღვთისმოსავი. ხშირად ეზიარებოდა, აღსარებით სულს განეწმენდა და განსაკუთრებით გამორჩეული იყო მოწყალების სათნოებით. ეს ყველაფერი უხილავად იდუმა აღიბეჭდებოდა მომავალი დიდი მნათობის წმინდა ნიკოლაოსის სულზე რა თქმა უნდა. ამის გამო და ამასთან დაკავშირებით თქვა დიდ მღვდელთავარს წმინდა დიმიტრი როსტოვის, რომლის ხატის აქვე არის ჩვენთან დაბრძანებული საწმისი წმინდა ნაწილებია ჩასვენებული, ერთ-ერთ ქადაგებაში პირდაპირ მიმართავდა დედებს. დედებო ძუძუ აჭამეთ ყრმებს. მაშინ უკვე დასავლეთის გავლენით რუსეთში, ასე ვთქვათ, მოდაში შემოდიოდა ფიგურის გასაფრთხილებლად, ესე იგი, არ ეჭმიათ ძუძუ ყრმისთვის. ზოგიერთი საერთოდ არ დაფერმძიმებულიყო. ეს ქარაფშუტობა დღეს უკვე კუბში აყვანილი, როგორც იყვნენ ხოლმე. აქედანვე შანს რომც მიეცეს ყრმა, როგორი დედა იქნება. ამიტომ გაჩნდა ქართული სიბრძნე და ანდაზა დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახე. თუმცა არსებობს რომ თავში ვახსენებ გაგვრით იშვიათი გამონაკლისებს, როცა დედას და მამას თითქოს ღვთისმიერია
მაგრამ შვილი ყოლად ბოროტი და შეუფერებელი მშობლებისა. ეს ჩვენ არ ვიცით რატომ ხდება, თუმცა შეიძლება ვეცადოთ ადამიანურად გავაანალიზოთ რა შეიძლება მოეტანა ეს და ესე შემდეგ. სხვა დროს მივანებოთ ეს საკითხი, მიუბრუნდეთ წმინდა კონდრატეს. და რა ნიშნასწაული ხდებოდა კონდრატესზე? ის რომ დღეში ერთხელ, როდესაც მწუხრი დგებოდა და მწუხრიდან ჭამდნენ განდეგილი მამები. მხოლოდ ერთდღე საზრდოს. მე უდაბნო იყო, სავანეში ცხოვრობდა, კინოვიაში თუ ლავრაში ამას არ ქონდა არსებით, დღეში ერთხელ იღებდნენ ბაში. რმარწმენა იყო. მონასტრებიც კი მაშინ რა თქმა უნდა დევნაში იყო და დიდ შეურაცხყოფას ის წარმართაგან. და რა ნიშნასწაული ხდებოდა? ღმერთი უბრძანებდა ღრუბელს, ელზის უბრძანა, მოდი ესე ვთქვა, და ყოველ დღე მწუხრის დროს დაეშვებოდა ამ პატარა ყრმაზე, რომელიც სულ რამოდენიმე დღის იყო და ბაგეებს რაღაც მოტყბო სითხით სვარნამით უსვენებდა, რომელიც როგორც მის ცხოვრებაში ვკითხულობ, კონდრატესი თაფლი და რძე იყო. ესე იგი, როგორც 4 საუკუნოვან მონობაში მოსეს ღმერთმა ამცნობა გაიყვანდა აღთქმის მიწებზე, სადაც რძე და თაფლი მოედინებოდა, ანუ უხვი მიწები იყო, უხმოსავლიანი, აი ესევე მსგავსი სასწაული მოახდინა ამ ყრმაზეც. გარდა მაგისა, როგორც სინას უდაბნოში თითქმის 40 წელიწადი ვიდრე ეგვიპტის მონობიდან მიეშურებოდნენ მოსეს და მოგვიანებით მერმე უკვე როცა აღესრულა მოსე ის უნავეზე სინამწყლობით აღთქმული მიწებისკენ 40 დღე დაღამე სინას უდაბნოში ახეტიანა უფალმა და ასაზრდოებდა სეციური მანანით, როგორც ჯერ კიდევ სანოში იყო ნაცინასწარმეტყველები პური ანგელოზისა სჭამა კაცმან. ეს იყო წინასწარმეტყველებზე რჩეულერის შვილებზე თუ როგორ ასაზრდოებდა მათ ანგელოზის საზრდელით ესე იგი ისრაელიანებს სინას უდაბნოში. მოდი ეს კითხვას დავსვათ აქვე. რატომ მოხდა რომ მთელი 40 დღე და ღამე ატარა ერთსა და იმავე უდაბნოში და მხოლოდ მერმე შეიყვანა აღთქმის მიწებზე. როგორც მინდა მამები განმარტავდნენ, მონობაში დაბადებულს თავისუფლების გემო არ შეიძლება გაეგო. აი ეხლაც რაც ხდება ჩვენთან პროცესები რაღაცნაირად ვაგონებს ამ ბიბლიურ ჭიშმარიტებასა და სიბრძნეს. ესე იგი, ჯერ მონობდნენ ჩრდილოეთს უკანასკნელ ხანებში, ახლა სულ დასავლეთის მონები იყვნენ და ყოველგვარი ღირსების გარეშე რამენაირად თავი ამოყონ ევროპაში. და რისთვის? და რა გზით? რის საფასურად? ზაქარია ყველა დამამცირებელი და შეურაცხყოფელი მათი დირექტივები განახორციელონ საკუთარ თავზე და საქართველოში. აი ეხლა ისი აიწვიტეს მას შემდეგ რაც ამერიკის ახალმა ხელისუფლებამ განაჩენი გამოუტანა ევროპარლამენტის ჩინოვნიკებს, რომ საშიშია დღეს არა რუსეთი, როგორც თქვენ, არა ჩინეთი, არამედ სწორედ თქვენ და მიაგდო თავის ანაბარა, აღარ დააფინანსებს. და რას ამბობენ ისინი? ჩვენ ამერიკისგან დამოუკიდებლად, რა კი ჩვენს დახმარებაზე უარი თქვენ შეერთებული შტატების ხელისუფლება იგულისხმება, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ვინ ვართ ჩვენ, რა ღირსება გვაქვს და ეს უნდა დავიწყოთ საქართველოდან. ანუ დავიმონოთ საქართველო ეკონომიურად, სოციალური თვალსაზრისით, სულიერად და ასე შემდეგ ყველა ჩვენი ფსევდოლიბერალური მოთხოვნილება ესე იგი აღვასრულოთ და დავიწყოთ საქართველოდან. ამის იქით მისტიურად რა შეიძლება დავინახოთ? იცის თავადმა ამ სოფლის ეშმაკმა რა განგებულებაა საქართველოსზე და ამერზე, რომ ეს საზეფურო ერი ღმერთმა დაიმარხა მიუხედავად დიდი განსაცდელებისა, არაბობისა, თურქობისა, მონღოლობისა, რუსობისა და სხვა, თავის დამამოწმებელად უკანასკნელ შავს დედამიწაზე ჭეშმარიტებისა. აი რატომ არის გამალებული ბრძოლა და პირველ ყოვლისა საქართველოსთან, მერმე მართლმადიდებლურ სერბეთთან, ესევე მართლმადიდებლურ რუმინეთთან და ასე შემდეგ. უფრო გამოწვევით ამაზე საუბარს არ დავიწყებ, ფიქრობ თქვენ ამ ინფორმაციებს ისმეთ. ეხლა როგორ გაცნობდნენ? თანხები კიდევ ფულის ტრანშები მოაყარეს ამ მოღალატე ქართველობას, ამ უგუნურ ნაწილს ქართველობისა, ამ ფსევდოლიბერალებს, რომლებიც ზათარიან დაჩოკებულები და გამამათმავლებული, თუნდაც შევიდნენ ევროპაში. რისთვის? რა თქმა უნდა, ეს სულიერი ღირებულებები არ ელოდება და არ საინტერესებთ ამათ. ნებიერი
და აღვერახსნილი ცხოვრების ასე წარმოუდგენიათ მათ ევროპა. აი როგორც ბავშვობაში ვამბობდით ხოლმე ჰოპა ამერიკა ევროპა. აი დაახლოებით ეს მსოფლმხედველობა აქვს თანამედროვე ფსევდოლიბერალ ქართველებს. თავი ვანებოთ მათ, ღმერთმა ყველა სინანული მოგწეს მათაც და ჩვენს ცოდვილებს. წმინდა მამები, კერძოდ მოციქულთა მოწაფეები ამბობენ, ეკლესიის გარეთ ადამიანმა შეიძლება ყველაფერი ნახოს, მატერიალური კეთილდღეობა, წარმავალი მიწერი ბედნიერება, კარიერა და სხვა. ერთადერთი, რასაც ვერ მოიპოვებს, ეს არის სულის ხონება. ყოლა წარმოუდგენელია ქრისტეს წმინდა სხეულის ეკლესიის გარეშე, როგორც დიდებული პავლე გვასწავლის, ადამიანი ეზიაროს ნეტარ უკვდავებას, ანუ ცხონებას სულის, არადა სული, როგორც იტყვიან ქართველები, ყველაზე ტკბილი არის. და ამიტომ არ არის შემთხვევითი, რომ ბოლო 3 ათეული წელიწადი გამალებით ებრძვიან ეს ფსევდოლიბერალური ძალები, რომ დასაყრდენია დასავლეთის ბოროტებისად იყვნენ და არიან დღესაც საქართველოში, ესე იგი გამალებით ებრძვიან ეკლესიას. გახსოვთ თქვენ 2000 წლის წინ გაგაცანით ესეთი საგულისხმო ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ 9 საათი იდო ინტერნეტში და გააქრეს იქიდან. ვინმე ჯავახაშვილი ეს ფსევდონიმი არის ამ ავრცელებდა ინფორმაციას. კერძოდ ავად სახსენებელი, აც გარდაცვლილი ღვთისამჟავროზე რომ დგას მაკეინისაგან და კიდევ 2-3 ამერიკელი სენატორისაგან ფსევდოლიბერალებისგან მოვიდა ასეთი დირექტივა სააკაშვილის რეჟიმის მიმართ. თუ გინდათ გაიხანძლებოთ ხელისუფლებაში ყოფნა, სამბუქტიანი დავალება უნდა შეასრულოთ. ხშირად გვითქვამს, შეუძლიეთ ეკლესიას, დააკნინეთ პატრიარქის ავტორიტეტი. ეს ხდება შეურაცხყოფებითა და პასუხილების სერით, რა თქმა უნდა, და შეუძლიეთ სამღვდელოების იმ ნაწილს, რომელსაც სიტყვა ეთქვის და გავლენა აქვს ქართველ ერზე. თუ ეს დაბრკოლება, ანუ ეკლესია, რომელსაც ბჟეზისკიმ, ორი მასონმა ბჟეზისკიმ, ორი ამერიკელი პრეზიდენტის მრჩეველმა გამოთქვა, ესე იგი რუსეთის იმპერიის დანგრევის შემდეგ ჩვენ ვრჩება ერთი ბასტიონი ასაღები. ეს არის მართლმადიდებელი ეკლესია და ამიტომ მიმდინარეობს შეტევა ეკლესიაზე სხვადასხვა გზით. აი ამიტომ რა კი შეტევა მიმდინარეობს, ჩინებული საშუალება აქვს უმაღლეს იერარქიას სამღვდელოება განწმინდოს უღირსის ნაწილიდან სამღვდელოებისა, რომლებიც აბრკოლებენ ერს და რომელიც ესე იგი საბაბს აძლევენ ფსევდოლიბერალებს ეკლესიის ლანძღვა-გინებისა და ესე შემდეგ. როგორც იტყვიან ხოლმე ცნობილი ქართული გამოთქმით, ერთმა ყორმა ყველა ყორი გასვარაო. რაღაც ამგვარი ხდება. ერთელს ლანძღას უმეცარი ხალხი ყველა ასეთად მიიჩნევს და ასე შემდეგ. მეორეს ერთგვარ ალიფს იქმნიან სინდისისა და ღმერთის წინაშე ეგების, რომ არ დადიან ტაძარში იმიტომ და არ ცხოვრენ ეკლესიაში, თუ ასეთი მდლები აბრკოლებენ. უფალისხო მამოს, როდესაც თავდაპირველად წარდგამის მოციქულებს საკადაგებად, თქვენ ახართ მარილი ამ ქვეყნისა. უკეთ თუ მარილი თავის ნამდვილ თვისებას სიმლაშეს დაკარგავს, რაითამე დაემარილებენ. თუ სამღვდელოება არ იცხოვრებს წმინდად, ვინ ერწმუნება მათგან ქადაგებულს. მე მინდა ესეც კითხეთ საყარო, ასეთი მცლები როგორც წესი, ან არ ქადაგებენ, ან მცდარად ქადაგებენ. არა ისე როგორც ეკლესია და წმინდა მამები ასწავლენ. ეს საუბარი სხვა თემა, ღმერთმა ქნაროს ესეც მოგვარდეს ღვთისმათლით შეიცვალა. მე და თქვენ ჩვენ დონეზე ამის შეცვლა არ ზამ ერთი მხოლოდ ძალვით ვევედროთ უფალს, რომ განეწმინდოს სამღვდელოება. გასულ ქადაგებაში კვირას უცხების შვილისა ისიც თქვი, რომ დავით აღმაშენებელი დიდი და აღმაშენებელი იმით იყო, რომ პირველ ყოვლისა ერის გაჯანსაღება დაიწყო სამღვდელოების განწმენდით. ეს უნდა მოხდეს კიდევ ერთი დიდგორი გვაქვს გადასახდელი და მარტო კავშირის ესე იგი ფსევდოლიბერალურ ნეოფაშისტურ ხელისუფლებას და ჩინოვიკებს გულისხმობ, რა თქმა უნდა. მოკლედ აქ დავსვათ სამწერილი და დაუბრუნდეთ წმინდა მოწამეს. ვიდრეხა ბავშვს არ ქონდა საშუალება, რომ თავად გამოეკვება თავი, ანუ საზრდო მოეპოვებინა, მანამდე ხდებოდა ეს ნიშნასწავლი. დღეში ერთხელ, როგორც ვთქვით, წუხრის ჟამს რუბელი ეშვებოდა და არა მარტო აგრილობდა ყრმას, არამედ ასაზრდოებდა კიდეც. აი როგორც ერთ-ერთ ფსალმურში წერია, უფალო ღმერთს შემოქმეცი, აღის ხელნი თვისნი და განაცხნის ყოველნი და მე ჩამოთვლია პირუტყნი, ველისანი, ფრინველიცისანი და მათ შორის ადამიანი. და შრომაზე, ღვაწლზე, როგორც ესეთი ღმერთმა ადამიანი ჯერ კიდევ 60-ში აკურთხა, გაგიკვირდება, თუ იქ იყო ნეტარება, იყო ენით გამოუთხმელი სიხარული, რაღაც საჭირო იყო შრომა, ღვაწლი.
რა უბრძანა კერძო ღმერთმა, რომ ედემ ბაღის და 64-ის ხელმცენარეებისთვის მოევლო. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი და ღვთა სხვა წმინდა მამები განმარტავენ, რომ ამაში მოიაზრება ესე იგი სულიერი აზროვნება, ჭრეტა. ანუ ხელცხოვრებისა, ხელცნობადისა და მრავალი სხვა ხელმცენარე, რომელიც 64-ში მოიაზრებია, როგორც ღვთაებრივი აზრები, რომელთა განჭრეტაზე აკურთხა ღმერთმა. ალბათ ივანესაგან საქარებიდან მოგაგონდათ მართა და მარიამი, ლაზარის დები, როდესაც ერთხელ ქრისტე მოწაფეებით ესტუმრა მართა მარიამს, მართა მიმოდაზრუნვიდა ბერგსა, სუფრა გააწყო, დაიღალა, დაშრა და ერთგვარი საკვეთური უთხრა უფალსაც და საკვეთური გამოთქვას თავის დაზეც მარიამზე, რომ ესე იგი არ ეხმარებოდა სუფრის გაწყობაში, მარტივად რო გითხრა და უფალმა რა უპასუხა, თავისთავად კარგი სათნოება არის მართლმოყარეობა, მაგრამ მარიამმა შენმა და უკეთესი ნაწილი გამოირჩევა. ზის მაცხოვრის ფერხთით და ისმენს მის ამაღლებულ ქადაგებასა და სწავლებას. ესე იგი, ჩვენი პირველსობელი ადამ და ევა ღმერთმა 64-ში მარიამის წილს აზიარა, ანუ ღვთაებრივი აზრების განჭრეტაზე. თუმცა რაც შეეხება ცხოვრების ხეს და ცნობადის ხეს, ამაზე აკურთხა, რომ იქიდან ნაყოფი არ ეხმიათ. ყველა დანარჩენიდან ეხმიათ მიეღოთ, მაგრამ არა ცხოვრებისა და ცნობადის ხიდან. ეს იყო პირველი მცნება, რომელიც ღმერთმა ადამს და ევას გულის ფიცარზე დააწერა. ეს იყო პირველი მარხვა, რომელიც შეინახა ესე იგი პირველმა ადამიანმა, მაგრამ თქვენ იცით, რომ ეუჩა ღმერთს. სხვათა შორის ხატი, რომლის წინაშე დღეს დაუჯდომელი აღვავლინე მოუწია რიგითობით, ესე იგი ღვთისმშობლისა ტილი დამშული და წარმოდაბეჭდული, ეს არის ღვთისმშობელი გამოხატული 64-ში. და როდესაც წერდით ამ ხატს, ეს ორიგინალზე არ არის. 7 ხელმცენარე გამოვსახეთ. აბსოლუტურად ყველას ვერც ანუ 7 ღვთაებრივი აზრი. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრალურ ადგილას არის ღვთისმშობელ მარიამისა და ღვთაებრივი ღმერთის, რომელიც ხელთ უფრია მარჯვენა და მარცხენა მხარეს. მარცხენა მხარეს ცნობადის ხე, მარჯვენა მხარეს ღვთისმშობლისა და მაცხოვრისა ცხოვრების ხე. უпростоროდ 8 სცენარია და ორი მათგანი ცენტრალური. 8 არის სიმბოლური, იდუმალი, ენიგმური რიცხვი, ციფრი ღვთისმშობელ მარიამის გამომხატველი. დგას ერთგვარ ამბიონზე 64-ში წარმოედინება ეს სული წმინდა არის ამბიონი განასახიერებს ეკლესიის ქრისტეს მომავალი ეკლესიის ამბიონს, სადაც უდიდესი და უწვერვალესი საიდუმლოება ეძლევა ქრისტიან ადამიანებს. ეს არის ქრისტეს ყოვლადწმინდა ხორციტასის და ყველა ეს იდუმალება და სწავლება მისტიკის ენაზე გამოხატული არის ამ ხატზე. მოკლედ ის რაც მიანიჭა ღმერთმა პირველ მშობელთ, ეს სავალდებულო არის ჩვენთვისაც. რომ ხორციელი ღვაწლის გზით ჩვენ მივახციოთ სულიერი ჭრეთის მწვერვალებს. აი როგორც გასულ ოთხშაბათს ვისაუბრეთ, ერთ-ერთი წმინდანი აღავთონ დიდი ცხოვრებიდან და ერთხელაც დაეკითხე, რა უფრო მეტიაო, ესე იგი ხორციელი ღვაწლი, ანუ მართაობა თუ მარიამობა. მან ასე უპასუხა, აი განეხილეთ ადამიანი, მოღვაწე როგორც ხე, მას ფოთლებიც აქვს და ნაყოფიც აქვს. ხეს უბრალოდ თუ ნაყოფი არ ექნება, სრულიად გამოუსაძე ყველაზე მეტი ჩრდილით მისცეს ადამიანს და ყველაფერი ადამიანისთვის არის შექმნილი და ადამიანი როცა იღწვის და შრომს, ის იღწვის თავისთვის. გნებობს პირდაპირ გაგებით მოსავალი მიიღოს და გამოუყვებოს თავი, გნებობს ეკოლოგიური თვალსაზრისით, კეთილ გონიერება გამოიჩინოს ამ დროს და არა სიხარბე და უცხებება და სხვა და სხვა. და აგათონმა უპასუხა, ხეს ფოთლები უეჭვება სჭირდება პირველ ყოვლისა მშვენიერებისათვის, რადგან ის ღვთისკვნილებაა და ესეც ატკბობს ადამიანის თვალს. საერთოდ თქვენ იცით, რომ მწვანე ფერი ადამიანის თვალს ამშვიდებს. ეს მნიშვნელობაც აქვს და საერთოდ ბალახი, თუნდაც ეკალბარდი, ან ველური უდაბნოსი, თურმე ყველაფერი ეს სამკურნალო თვისებებს შეიცავს. უბრალოდ ამაზე ჩვენ არ ვიცით. და აი ჩვენ ამ ყრმაზე დღეს რომ ვახსენეთ, ვის ცხოვრებას რომ ყვებით, ნახავთ ღმერთმა როგორი სიბრძნე მისაკო ველური უდაბნოს ბალახეულობით კურნავდა ადამიანებს. ღმერთმა გაუმჟღავნა და გამოცდილებითაც შეიტყო რას კურნავს და შველის. ეს ცოტა მოგვიანებით. მაშასე ხორციელი ღვაწლები მშვენიერებისთვის სჭირდება ფოთოლი ხეს, მეორეს მხრივ ის უჭრდილობს ხეს. თუ ის არ დაჭრდილავს ხეს გარკვეული მოსაზრებით, მაშინ ხე შეიძლება დახმეს, რადგან
ვაშინები, წვენები ამოშრება მასში და არათუ ნაკობს არ გამოიღებს, საერთოდ მოკვდება როგორც ესეთი. აი ავიღო თუნდაც ვაზის გასხლა. კახელმა კაცმა და შრობელმა მე ვენახე, კეთილგონიერმა იცის, როდის შეფურჩნოს, როდის გასხლას. და ასე შემდეგ, აქ ერთი ბევრი კახელი იყო, მაგრამ ერთი მათგანი იყო და ჩემი ჭკუით გასხლა დავაპირე, პატარა ვაზი არის მოწამეთა ტაძრის წინ და მიყურა ცოტა ხნის მოვიდა და ბოდიშით მითხრა, ხო მაპატი არასწორად ცხრიდა, რატო მეთქი? ჩემი ჭკუით ვსხლიდი, რომ ეს ამიტომ არა, თუ შენ ამას გააგრძელებ, ეს საბოლოოდ ჯერ უნაყოფო გახდება, მერე გახდება და ამიხსნა მთელი ხელოვნება. ამიტომ ამბობენ, რომ კახელი კაცი შვილივით უვლისო. აქვე გორული მევენახეების გვაგონდება, ხეზე რო ადის და კახელი ეწვია, სტუმრად მიეწვია ერთხელ მოგიყევით და შეხედა და როდის მოსავალიო ამ ხეზე, არათუა ხეზე აყვანილი, უთხრა თავის ყველაფერი, როდის ფურჩქნი, როდის მარგლავ, როდის აბლავ, არასდროს, მაგრამ ნამუსით სვა მოყვენოს. აქედან ჯერა დასავლევია კი არ გეწყინოთ, დასავლეთის ხალხს. ჩვენ ყველაზე მეტი თათარაში ვიხმაროთ ფელამუში, მაგრამ მაგასაც არ ვაკეთებთ, რომ აქაური ფელამუში უფრო გემრიელი გამოდის, უფრო სწორად თათარი. ეს ძალიან შორს და ცოტა იუმორით. ხოლო რაც შეეხება სულიერ ღვაწლს, ეს არის უკვე ნაყოფი. და რა თქმა უნდა, მიზანი ხელში არის ნაყოფი და არაიმდენად ფოთოლი და ჩხილი. თუმცა ესეც თავის ადგილზე საჭირო არის. ანუ ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებაში უნდა გაგვაჩნდეს როგორც ხორცელი ღვაწლი, მაგრამ მუქთა დრეკა, ღამის თევა და სხვა, ასევე სულიერი ღვაწლიც. უფრის დიდების ჭრედა, ეს შეიძლება წმინდა წერილში, წმინდა მამებთან თუ სწორად ვითარდებით სულიერად, იმიტომ რომ ჯერ გული უნდა განვიწმინდოთ, მარხვით სინანული და ესე შემდეგ და მერმე ამ განწმენდილ გულში იბადება ჭიშმარიტება და სასწაული ხდება ბევრი რამ იდუმალი, რაც შემოქმედ ღმერთს ახლავს. ამიტომ შეღაღადებ და ხშირად გვითქვამს დავით წინასწარმეტყველი ღმერთ გული წყვითაი დააბადე ჩემთან ღმერთო და სული წფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. მიუბრუნდეთ ამ წმინდა ყრმას, როდესაც წამოიზარდა და უკვე შეეძლო თავისთვის საზრდელის მოპოვება უდაბნოში, ეს ნიშნსასწაულით შესწრა. ესე იგი, ნიშნსასწაულები თვით მიზანი არ არის არც ერთ წმინდანთან, არც ნიკოლაოსთან, არც ღვთისმშობელ მარიამთან და ესე შემდეგ. მერმე და მერმე, როცა მოიწიფა, ქრისტიანებმა, ერთ-ერთმა ქრისტიანმა სულიად შემთხვევით უდაბნოში იპოვა ეს ახალგაზრდა. მოუთხრო, მის როცა გამოიკითხეს და აღმოჩნდა, რომ დედა იმისი რუფინა იყო, იცნობდა ეს ადამიანი, ქალაქში მიიწვიეს. ერთხანს დაჰყო ქალაქში და ესე იგი შეუდგა განათლების მიღება, წერა-კითხვა ასწავლეს და ესე შემდეგ განსაკუთრებულად აღმოაჩნდა მიდრეკილება სამედიცინო საგნებისადმი. მაშინაც ისწავლებოდა ეს საგნები მოგეხსენებათ, არითმეტიკა, სამუსიკო ხელოვნება და ყველაფერი. ჩვენ გონია, რომ ესე იგი ველურები იყვნენ განუვითარე, ესე არ არის. ჯერ მარტო პირამიდებთან და სხვა ისტორიულ ნაშთებთან არტეფაქტებთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ ბევრი თვალსაზრისი ჩვენზე უფრო დახელოვნებულ, მათ შორის მედიცინაში. ტრეპანაციები კეთდებოდა. თავის ქალასთან ტვინზე ოპერაციას აკეთებდნენ. სხვადასხვა ორგანოების გადანერგვა, მათ შორის კბილების ჩანერგვა. და ასე შემდეგ. ჩვენზე ბევრად განვითარებული იყვნენ, როცა კითხულობ პირდაპირ გიგვირს ეს ყველაფერი. მოკლედ, განსაკუთრებული მიდრეკილება კონდრატეს აღმოაჩნდა მედიცინის მიმართ, გარდა მაგისა მას ჰქონდა მდიდარი გამოცდილება თუ რა ბალახი რას კურნავდა და ასე და ამგვარად შეიქმნა უეცხლო კურნალად. უამრავი ადამიანი დაიძრა მისკენ და არა მარტო ფიზიკური ცნეულებისაგან განსაკურნებელ, არამედ რჩევის მისაღებადაც, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ წარმართობას ზეობდა, წარმართა გარყვნილი და აღვირახსნილი ცხოვრება სულ უყუთავდა სიყრმიდან დაბადებიდან პირდაპირ ვიტყვი აზრილ კონდრატეს. ამიტომ იგი ხშირად ტოვებდა ქალაქს და მიდიოდა ან მთებში, ან ღრმა უდაბნოებში. თუმცა იმდენად დიდი იყო წყურვილი მასთან სიახლოვე, თუ სულიერი, თუ ფიზიკური კურნებისა და მრავალი, ესე იგი მოინახულებდნენ მას და ესე ჯგუფი და ჯგუფი კაცთანი ეწვეოდნენ და ან რჩევას ეკითხებდნენ, ან კურნებას იღებდნენ. ასე და ამგვარად განვლო ამ ცხოვრებაში, ამგვარი ცხოვრებით კონდრატემ მთელი თავისი ცხოვრება და ღრმა სიბერების მიაღწია, თუმცა ღმერთმა უშუალოდ გარდაცვალების წინ კიდევ ერთ დიდ ნიშს ღირსო იგი, კერძოდ მოწამეობის გვირგვინი დაიდგა. ესე იგი კიდევ ერთხელ ძლიერი ტალღა
აღატყდა ქრისტიანთა თავზე, ამ ტალღაში ერთ-ერთი პირველი მოხდა წმინდა კონდრატე, არ დაერიდნენ არც მის სახელდიდებას, რომელიც უკვე ჰქონდა ხალხში და ქრისტიანებთან შორის, არა მხოლოდ მათ შორის წარმართებიც მოდიოდნენ და მისი ხელით იკურნებოდნენ და ზოგი სწავლებასაც იღებდა და საბოლოოდ ხდებოდა ქრისტიანი. არც მის ასაკს და ერთ-ერთი პირველი თავის ხუთ მეგობართან ერთად მოწამეობრივად აღესულა. რა კი მეტნაკლებად კონდრატესთან დაკავშირებით მედიცინას ვახსენეთ, მე მინდა ერთ უმნიშვნელო ადამიანურ საგანზე ვისაუბრო გარდა ამისა თქვენთან. კერძოდ გასულ კვირას უცხებიშვილის კვირიაკეს დავზინეთ, რომ აი ზოგ ადამიანის დუმალებაზე ლაპარაკი და როგორი ნიჭებით არის ღვთისაგან დაჟილდოებული და მათ შორის ესეც დავზინეთ, რომ უმნიშვნელო ადამიანში არაფერი არ ერთი შეხედვით არ უმნიშვნელო და მაგალითად მოვიყვანე ნერწყვი, ფურთხი, პურჭი, არ ვიცი კიდე როგორ უწოდებთ იმას, რომელიც ესე იგი ზედმეტ რადმე მიგვაჩნია და მედიცინა გვასწავლის ძველის და ახალის, რომ ნერწვს თავისი დიდი დანიშნულება აქვს და ფუნქცია ადამიანში. მოდით საგვარელო ორიოდე სიტყვით ამოვიკითხოთ სამედიცინო ცნობარიდან, როგორ წარმოიშვება ნერწყვი, რა დანიშნულება აქვს და რა დაავადებები ვითარდება მისგან და რატოა საჭირო, როგორც ნერწვის სიხშირეს, ასე ნაკლებობას ვებრძოდეთ და კურნავდეთ. კერძოდ ნერწვზე ნათქვამია. ნერწყვი არის გამჭვირვალე სითხე, რომელიც წარმოიქმნება პირის ღრუს რამდენიმე ჯირკვლის მიერ. იგი ძირითადად წყლისაგან წარმოიქმნება, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ წყლისაგან არ წარმოიქმნება, არამედ ბევრი ვაჟინები ადამიანში, ამ ვაჟინებისგანაც წარმოიქმნება ნერწყვი. და რაღაც შეერთებული მასა ამ ყველაფრისა არის ის, რასაც ნერწვს უწოდებთ. მაგრამ ნერწყვი ასევე შეიცავს მნიშვნელოვან ნივთიერებებს, რომლებიც სხეულს ჭირდება საკვების მოსანელებლად და კბილების გამძლეობის შესანარჩუნებლად. თავისი დიდი დანიშნულება ჰქონია ნერწყვს. ამ ნერწვთან დაკავშირებით მაგონდება ერთ-ერთი ცნობილი სასწაული, რომელიც ქრისტემ აღასრულა მასჟამ საშინა, ესე იგი დაბადებიდან ბრმა ადამიანზე, როდესაც წყალობას თხოვა და აი რა წყალობა მიიღო ღვთისაგან. დაანერწმა მიწაზე, მოზილა თიხის მაგვარი მასა და სხვა თვალებზე. მოდით ვიმშევოთ. რაც არ უნდა ცნობილი მოძღვარი იყო აკი ამ დროს, ჯერაც არავინ არ აღიარებდა მას ზეღვთისად, არამედ ზოგან მიაჩნდა დიდ რაბუნად, ზოგან წინასწარმეტყველათაც კი, მაგრამ არავის ჯერჯერობით ზეღვთისად, მხოლოდ მოგვიანებით. მას შემდეგ, რაც 3 წელიწად ნახევარი ასწავლიდა, გაწმენდა და განაბრძანდა მოციქულებს, მოციქულებმა და არც ყველა 11-12-დან აღიარა იგი ზეღვთის, რომელიც გამოიხატა პეტრეს მიერ. როდესაც ერთხელაც გზად მიდიოდნენ და ახლობდებოდა ვნებაწამება გოლგოთა ქრისტეს მაცხოვრისა ჩვენისა, გზად დაეკითხა მოციქულებს, რას ამბობენ, ვინ არის იესო გალილეელი? პეტრე იყო ბუნებით ტემპერამენტული ადამიანი, ამბობს იოანე ოქროპირი, დაასრო ყველა მოციქულს, თუმცა გამოხატა ყველა შეხედულება ქრისტეზე, გარდა იუდას, რომელსაც არასდროს არ სწამდა როგორც ღმერთი ქრისტე მაცხოვარი და ხმამაღლა წამოიცა, ძე ხარ ღვთისა, წმინდა ხარ ღვთისა, მოსული ამ სოფლა ჩვენისა ცხოვრებისათვის. ისე რომ მანამდეც თვით მოციქულების და მოწაფეები, როგორც 500-ზე მეტი ყავდა ამაღლებამდე, არ ცნობდნენ მასში და არ აღიარებდნენ ზეღვთისას. მოკლედ ასეთმა სახელოვანმა მოძღვარმა, რაბუნმა და წინასწარმეტყველმა მათ თვალში დაანერწმა თიხა მოზილა ერთგვარი მასა და სხვა. რაც არ უნდა სახელგანთქმული მოძღვარი იყოს, მასწავლებელი თუ მკურნალი, თუ ის ჩვენ წინ თვალწინ ამას გააკეთებს, თვალწინ თქვი, მაგრამ ბრმებზეა ლაპარაკი, ბრმებს შეიძლება მხედველობა არ აქვს, მაგრამ ზნობელობა სხვა, მაგალითად სმენა და სხვა უფრო გაძლიერებულია. არაერთის მეთქვამს, რომ ტაძარში როცა შემოდიხარ და არა მარტო ლოცვისა და ქადაგების ჟამს, უხმოზე დააყენეთ ტელეფონები ან გათიშეთ საერთოდ. და მოსცხო თვალებზე. ამ ბრმამ არ შეურაცხყოფილად, არც დამცირებლად ბევრი ჩვენთაგანისაგან განსხვავებით არ იქნო თავი. რწმენით მიიღო ის, რაც სხვა ქრისტე მაცხვარმა. და რა არის ნათქვამი სახარებაში? ოდნავ კონტურებივით ხედავდა ხედვიერს და მათ შორის ადამიანებს. მაგრამ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი მისი კურნებისა. უფალი ზოგჯერ ერთბაშად კურნავს, ზოგჯერ დაუსწრებლადაც კურნავს, ზოგჯერ ათეულობით და ასეულობით კილომეტრების იქით კურნავს მიუსვლელად, ზოგჯერ ხელსაც დაასხამს და თავზეც შეეხება ან მხარზე.
ეს დამოკიდებულია, როგორც მინდა მამები განმარტავენ, იმ ადამიანზე. როგორია მასში სარწმუნოება. ესე იგი, ზოგში რომ არ არის მტკიცე და ღრმა სარწმუნოება, ღმერთი მასში, როცა სთხოვენ თქვა კურნება, თანდათანობით ამწიფებს ამ სარწმუნოებას, გამოსდის მის სარწმუნოებას და მხოლოდ მერმე აძლევს კურნებას. იგივე მოხდა ამ ბრმასთანაც. ეს იყო მისი გამოცდა, თავი დამცირებულად არ უგზა, იმედი ჩაესახა პირიქით. ამის შემდეგ უფალმა სილუამის საბანელთან გაგზავნა და უბრძანა, რომ თვალები გამოებანა. სათქმელად ადვილია, აბა სადაც ეს მოხდა, მეორე ნაპირზე ქალაქისა იყო სილუამის საბანელი, ფაქტიურად ქალაქგარეთ. ამ ბრმას როგორ უნდა გაეღო, ხელის ცეცებით, ჯოხის რაკუნით, სხვების დახმარებით, დამოუკიდებლად, ყოველ შემთხვევაში დიდი ხანი იყო გზაში. მაგრამ იყო რაც უფრო უახლოვდებოდა სილუამის საბანელს, მით უფრო მტკიცდებოდა რწმენა, რომ როგორც მე კონტურები დამანახა მოძღვარმა, ასევე ამეხილება თვალი, რადგან ასე მითხრა მან. და როდესაც შევიდა სილუამში, რომელსაც თქვენ იცით, რომ წელიწადში ერთხელ ეძლეოდა მხოლოდ სამყურანო ძალა იმ წყალს. წლითი-წლად ნათქვამია სახარებაში, ანგელოზი უფლისა გარდა მოვიდოდა და გააკურნებდა მხოლოდ იმას, ვინც პირველი შევიდოდა სარწმუნოებით. არც ის დრო იყო წელიწადისა, არც ანგელოზის შანდა არსად. არამედ იქ ყოველთვის თითქმის მთელი წელიწადის განმავლობაში ეყარნენ თუ იდგნენ ავადმყოფები და ელოდნენ ამ წყალობას. არ იცოდნენ წელიწადის რომელ დღეს მოხდებოდა ეს სასწაული. ეხლა ადვილია სათქმელად წარმოვიდგინეთ, რამდენი ხელმოკლეობა, პაპანაკება სივრცე, ზოგჯერ ყინვა და უნდა გადაეტანათ, რომ ის სანუყარი ერთი დღე დამდგარიყო, რომ პირველი შესულიყო, არც ყველა განეკურნებოდა. ეს მათში სასუებას და იმეს აღრმავებდა. მეორე მხრივ ადამიანურ პლანში რომ შევხედოთ სიბრტყეში, ერთგვარ ეპიდემიას გადიოდნენ. ცოდვების გამო იტანჯებოდნენ, ალბათ ყოფილი როგორც იქ განკურნებულ პარალიზებულს უთხრა 38 წელიწადი რომ პარალიჩით იყო, ესე იგი იტანჯებოდა და უთხრა, როცა განკურნა. წადი და ნორღარა სოდა. ამით რა უთხრა? შენი ცოდვების შედეგი არის შენი უმძიმესი დაავადება. მაგრამ მარა გაკეთა წავიდა, თუმცა უფალმა გააფრთხილა, დააბესდა ქრისტე ფარისევლთა, რომელსაც სულდა და საბაბს ეძებდნენ, როგორ მოეშორებინათ და მოეკლათ ქრისტე. და რატო? ჩვენ სამღვდელოების განწმენდა ვახსენეთ. იმიტომ რომ აღიქვამდნენ მას არა როგორც ზეციდან მოსულ ძեղთვისას, არა როგორც თუნდაც წინასწარმეტყველს, ან ღვთიურ მასწავლებელს, რაბობს, არამედ როგორც კონკურენტს. როგორ იყვნენ გაავებულნი, რას ამბობდნენ, ეს სახარებაში დამოწმებულია, ხედავთ, გტოვებენო, ჩვენ ყველანი და მიდიან მასთან. ან შემოსავალი მოაკლდათ. აღარ სწირავდნენ იმდენად. ვეღარ მზდიდრდებოდნენ. აი ამიტომ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქრისტეს, ესე იგი, მოკლისა. გარდა მაგისა, სახელდიდებაც ეკარგებოდათ. ყველანი ტოვებდნენ ამ ცნობილ მოძღვრებს, რაბონებს, მასწავლებლებს, უდელებს და უდელთავრებს და მიეწებებოდნენ ქრისტეს და იქამდე ის, რომ უდაბნოებშიც კი ფეხით მიხვებოდნენ გენესარეთის და სხვა სათქმელად ადვილია ზოგ საკაცეები ეჭირა ავადმყოფები, შვილები, ძმა თუ დედა თუ რომელი დახავდა თან, ესე იგი ზოგჯერ კილომეტრებს და ათეულობით კილომეტრებს გადიოდნენ უდაბნოებში. რომ ქრისტესთან ყოფილიყო, მისი ამაღლებული ქადაგება მოესმინათ, რამენაირად კურნება მიეღო და ისე გაუძლიერდათ სარწმუნოება ქრისტეს მიმართ, რომ უკვე აღარ საჩერებდნენ, აღარც კი სთხოვდნენ ავადმყოფის თუნდაც საკუთარი თავის განკურნებას, არამედ შეახებდნენ საკაცეთა და იკურნებოდნენ. და წარმოიდგინე რა დღეში იქნებოდა ქრისტე მაცხოვა, რომ განუწყვეტლივ ჭყნეტვაში იყო ადამიანურად ვთქვათ ამ ხალხის. აი ვთქვათ, ამიტომ მოხდა, რომ ერთხელაც გენესარეთის ტბასთან რომ უნდა ეკადაგა და უამრავი ავადმყოფები მოჰყავდა და შეახებდნენ და ანუ ყველაზე მთავარის ქადაგების საშუალებას არ აძლევდნენ. ჩაჯდა ნავში, უბრძანა მოციქულებს შესურვა და ამუჩეულო რამე სახტა დატოვა ისინი. საწავიდა უფალი, რომელსაც კილომეტრებია მივწერთ საკაცეებით, ავადმყოფებით და ასე გაჭირვებით და სხვა და სხვა. გავიდა რათა ეკადაგა მათთვის. აღარ მოუყვები მე რა სასწაული აღასრულა, რას ნიშნავდა ენიგმო საიდუმლო ენაზე ეს სასწაული და სხვა და სხვა. მოკლედ იესო ქრისტემ, როდესაც ეს ბრმა, რომელსაც წასხო ნერწყვში, ჩვენ სხვანაირად შეგვიძლია ვერ ვაკადრებ უფალს, მაგრამ ჩვენ ვაკადრებთ ხოლმე ერთმანეთს. მერწყი, ფურთხი, პურჭი, ამონაფურთხი, მახველა, აღარ მოყვები. უამრავი ნიუანსი არსებობს ნერწთან დაკავშირებით. და ეხლა კიდევ ერთი სიახლე. ფილოცავ.
ფსევდოლიბერალური ნაწილი ქართველობისა მოუწოდებს რესტორნის, კაფეების და სხვათა მოსახურით, რათა ჩაუფურთხონ საჭმელში ოცნების წარმომადგენლებს. ანუ ყველა დანარჩენ ქართველს, ვინც მათთან არ დგას. ესენი არ ვაჭარობებ, არც დავცინდი, არც ესენი არიან შეპყრობილები. ეშმაკეულები არიან. ჯერ წარმოიდგინე და ეგ ფრაგმენტი ვნახე, ახალგაზრდა ესე იგი სასამართლოშია მიწვეული და ეკითხებიან და როგორ იგინება, აგინებს ოცნებას ყველას დანარჩენს, ვინც მათთან არ დგას. ახალგაზრდა ქალი, სადამდე არიან მისულები. აი ასეთებს უნდა დაჩოქებულებს და გამამათმაწაღლებულებს შევიდნენ ევროპაში. ევროპას როგორც ცნობილი გამოთქვა, ჩვენ უფრო ვჭირდებით და უფრო სწორ ჩვენ კი აბზირდებით პირდაპირ თქვა რამდენიმე ევროპა ვის რაში ჭირდებით ქართველები, ან თუნდაც სერბები, ან თუნდაც რუმინელები. ჩვენი ჭირდებათ გეოპოლიტიკური მდებარეობა. გარდა მაგისა ახალი სავაჭრო გზები გადის. ჩინეთი უკავშირდება ევროპას, ეს აცოქებ. შემოსავალი მოაკლდება შედარებით. სტრატეგიულად გამარჯვებულ მდგომარეობაში ისინი აღმოჩნდებიან აღმოსავლეთის ქვეყნები, პირველ ყოვლისა ჩინეთი და სხვა. აი რატომ არის ბრძოლისველი კიდევ ერთ-ერთი და არაერთერთი მიზეზი და მისტიურად გითხარით, რომ ღვთისმშობლის სიმხედრეა და იცის რაც უნდა მოხდეს ბოროტმა ზოგი რამ მათ შორის საქართველოში და პირველ ყოვლისა როცა მართლმადიდებლობის ადამიანობის და ღირსების ერთ-ერთი თავშესაფარი ბოლო ჟამს იქნება სწორედ ღვთისმშობლის სიმხედრის საქართველო. როცა განადგურდება ესე იგი მისი წილხედრის სხვა ქვეყნები თუ გნებას ათონით დამანგრეველი მიწისების ჩაიძერება ხოლმე კიევ-პეჩორის ლავრა იქნება პარალიზებული და უკვე არის, რასაც აკეთებენ. თქვენ იცით არა? არ მინდა კონკრეტული მომენტები ჩამოთვალა, რა ხდება და არის ვინმე უკრაინა წარმოშობით უკრაინელი მღვდელმონაზონი ნიკოლოზის წინასწარმეტყველება, რომ როცა საბოლოოდ შეურაცხყოფენ კიევ-პეჩორის ლავრას, დინარე გადმოხედქავს ჯებირებიდან და დედაქალაქის კიევის ნახევარი დაიტბორება, იქნება უდიდესი მსხვერპლი. არც ეგ დრო არის შორს. ჯერ ახლა რა თამაშები მიმდინარეობს ეგრეთ წოდებული მოლაპარაკებების დროს. არც უკრაინას ეკითხებიან და აღარ მინდა რა ყველაფერზე მოყვე და ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდება და ჩვენ ისე ჭურსი ვხედავთ და საღათაც დილით გვზინავს. ეს რაც ხდება არის გამოხმაურება და ასულება იმ წინასწარმეტყველს, რაც დაგვიწერა სულიწმიდა ღმერთშემოსილ მამათა მიერ. და როცა ჩვენ ეს გვეცოდინება, უფრო ფრთხილად და ფხიზლად ვიქნებით და ნაკლებად ჩავარდებით ცოდვებში, იმიტომ გვეცოდინება რა არის საზღაური პირადი თუ საქვეყნო ცოდვებისა. მოგლეთ რომ მიუბრუნდეთ ამ ნეტარ ბრმას, საბოლოოდ ადრე თუ გვიან დიდი წვალებითა თუ მაგლახით მიაწია სილომე შევიდა და თვალი აეხილა. იოანე ოქროპირი გასაოცარ განმარტებას იძლევა იდუმელთ მეცნიერების თვალსაზრისით სახარების ამ პასაჟის ადგილისა. კერძოდ, როდესაც უფალმა ადამიანს ხოვა კორნება დაუნერწმა, რა უთხრა? მე ვარ ღმერთი, რომელმან მიწისაგან თიხისა მოგზილე შენ. მაგრამ შენ ღმერთს ეურჩე, გაუუცხობდი, დაბრმავდი. სულიერ სიბრმავეზეა მინიშნება. მაგრამ მე მოვედი რომ ბრმათა თვალი აეხილეს, ყრუთა ესმას უგულისხმონი, რომელთა გულებიც განზრგა, გულისხმა ყოფდნენ და ასე შემდეგ. სილუამი რაღა? სილუამი არის წინასახე ქრისტიანული ემბაზისა, ანუ ქრისტიანული ნათლისღებისა. 7 საეკლესიო საიდუმლოების, რომელიც დაასხა ქრისტემ თავისი მხსდელი ვნებებით შექმნილ ეკლესიაში, არის უპირველესი ნათლისღებით იწყება ჩვენი ცხონების საიდუმლოება და ევქარისტიის განსრულდება და იკურთხება. აი რამდენი იდუმალება იყო ამ თითქოს რაღაც მარტივ და ზოგიერთებისთვის ერთგვარად შეურაცხმელ მოქმედებაში ქრისტე მაცხოვრისა. ანუ სიტყვითაც გადაგებდა, საქმითაც და მისტიურითაც ქრისტე თავის ჭეშმარიტებაზე. ამისთვის საჭირო არის გულისხმის ყოფა. და რა კი ჩვენ ცოდვებით დამძიმებულებს მღვდელსა თუ მრევლს არა გვაქვს ამისი ნიჭი, რადგან ხარიხარალო თუფალი ხშირად გვითხოვს ნიჭებს არ უმრიგებს თავის მოწაფეებს. ამიტომ თამდაბლობა მაინც უნდა გქონდეს. ამას სულ ცოტა წამსის სიმბოლოში გამოვხატავთ, როცა ვკითხულობთ, გვალობთ თუ აღვიარებთ, ესე იგი ჭეშმარიტებას. როგორც ყოვლადწმინდა სამზე, ყოველივე იმას შეკუმშულად არის წამში გადმოცემული, რასაც ასწავლის ყოვლადწმინდა სამება. კერძოდ ერთ-ერთ მუხში რა ნაქვან ბრწამს ერთი წმინდა კათოლიკურს არ ნიშნავს, ისინი მწვალებლები არიან. საყოველთაოს ნიშნავს ლათინურად ერთი კათოლიკე სამოციქულო ეკლესია. ეკლესია წამს
ხომ არ არის რომ ტაძარი წამს და მისი კედელი, რომელიც ესე მეწმინდა, რადგან მირონცხებული არის, როცა ეკუთვნა მierნიაცის სულიწმის საცხებელი და სულიწმის ნიჭი გადაეცემა, წამს მთელი ის მოძღვრება, რომელსაც განავრცობს ეკლესია. მათ შორის ერთ-ერთი უპირველესი, რაზეც ეკლესია უფალი თუ მისი მოწაფეები გვასწავლიან, რა არის მოციქულები და სხვანი. მორჩილება, თავმდაბლობა, რომელიც გარკვეული გააზრებით 9 ნეტარებიდან პირველ ნეტარებაშია მოცემული, რომელიც ვადებს გულის შემოსულებას და სულის შემოსულებას, სიკლახაკეს სხვანაირად სულისას და ასეთების არის, როცა სასופველი ამოსუფალი ელეონზე ამ ქადაგების ჟამს 9 ნეტარება წარმოგვიდინა სეციდან დედამიწაზე ადამიანებს. მორჩილება კი რას გულისხმობს მათ შორის იმას, რომ რაკიას განსაკუთრებული ნიჭი ეგზეგეტიკური წმინდა წერილის ღვთისმსიტყვის განმარტების არ გაგვაჩნია, თავმდაბლობამ და მორჩილება ვიქონიოთ და ვისაც ეს ნიჭი მისცა ღმერთმა, მათი განმარტებები ვიკითხოთ. მაგალითად, პირველ ყოვლისა მოციქულებს, მათ ეპისტოლეებშია გადმოცემული ეს განსაკუთრებით ღვთისმდიდრებული პავლეს ეპისტოლეები, რომლებიც არა მარტო რისხობრივად არიან მეტრი სხვა მოციქულთა ეპისტოლეებთან შედარებით, არამედ მათ ეკლესია ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე უწოდებს მეორე სახარებას. სიღრმით გამოირჩევა. არაფრით არ ჩამოუდება, თქვათ, იოანესაგან სახარებას, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩევა, ესე იგი, სიღრმითა და ღვთისმეტყველებით, იდუმალთ მეცნიერებით. ასევე მოსცა თავის რჩეულ ჭურებს. მაგალითად, ცნობილი სახელები: ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, იოანე ოქროპირი, ათანასე ალექსანდრიელი, კირილე ალექსანდრიელი, კირილე იერუსალიმელი, ამბროსი მედიოლანელი, თეოდორიდე და მრავალი სხვა ვერ ჩამოვთვლით. მრავალი სკოლები ჩამოყალიბდა კონსტანტინოპოლისა, იერუსალიმისა, ანტიოქიის, ალექსანდრიის და უამრავი ღირსი და ღმერთშემოცილი მამები იქცოდარენ და ღვთისმეტყველი მაშინ. მოგვიანდელ საუკუნეებში გრიგოლ პალამა ერთ-ერთი უდიდესი ღვთისმეტყველი. მაქსიმე აფსარებელი, რომელიც ჩვენთან იქნა გადმოსახლებული ლეჩხუმში მოწამეობიდან აღესულა და ბერძნებმა ესე იგი მოითხოვეს აქედან გადასვენება მის და სხვადასხვა ისე როგორც ოქროპირი აღესრულა და სხვა და ის ძერს დევნია ბერთულ ხასიათშია. საერთოდ ზოგად ადამიანურ ხასიათში ჯერ ვდებდოთ მართალი და შემდეგ შევრაცხოთ წმინდანებში. შევრაცხვა არის მხოლოდ ფაქტის აღიარება. მათ მე და თქვენ შევრაცხავთ თუ არა არც მოემატება და არც მოაკლდება და ეს ჩვენ გვჭირდება რომ მათი მეოხება კანონიზირების შედეგად გაიზარდოს ჩვენზე. აი უფალი იქ ნერწყვით კურნავდა, ნერწყვითაც კი. აქი თანამედროვე ქართველები ჩაფურთხებას ასწავლიან და ჩაფურთხებისკენ ეს მარტო კერძებში კი არ აფურთხებენ, ქართულ სულში აფურთხებენ, ქართულ ტრადიციებში. და რადგან ერთი მათი თვალსაჩინო წარმომადგენელია ჭყალებში. კახურ ქვევში ჩვენ რო ვახსენეთ, ესე იგი მოშარდვისკენ მოუწოდებდა. ესენი არიან ყოვლად უღირსი ადამიანები, ყოვლად. და გარდა ყველაფრის არიან საქართველოს და ჩვენი ქართული მეობის დაუძინებელი მტრები. დიახაც, აგენტები და გავლენის აგენტები, პროდასავლური სომხებელობის ხელში. ის რომელიც ჩაშარდვისკენ მოუწოდებდა, გუშინ არ იყო გაცხარებთ რომ ყებდა და იგინებოდა თან. იგინებოდა რომ დიახ პროდასავლელებმა უნდა გავასამართლოთ ისინი და ასე შემდეგ. თქვენ იმად გაასამართლეთ ისინი თქვენ ყველანი გწამთ თუ არ გწამთ, გინდა თუ არა, ჩვენთან ერთად დადგებით უფლის სამართლიან სამჟავროზე. სადაც ხშირად გვითქვამს, არც ყუფარაძის დარეკვა გაშემს, არც ვაშინგტონის ხმები და არც კრემლიდან ზარები. ეს კარგად უნდა გახსოვდეთ. ძალიან ამაყები ბრძანდებით, ძალიან თავაწეულები, თვით დაჯერებულები, რომელიც სინამდვილეში ხართ უღირსნი ყოვლად, მაგრამ სიკვდილის წინაშე ყველა მოიხრებით და სიკვდილიც არ არის ყველაფერი. ეს მხოლოდ კარია, რომლითაც შედიხარ მარადისობაში და პირველ ყოვლისა ქრისტე მაცხოვრის სამართლიან სამჟავროზე, რომელსაც როგორც აღდგომიშავს ახარა მარიამს და მარიამის სახით ახალნელ ეკლესიას და გვახარებს ჩვენ, ყოველივე მოეცა მამისაგან და კერძოდ და პირველ ყოვლისა განშად ცოცხალთა და მკვდართა. აი ასე შეიცვალა ფასებული. გარდა ყველაფრისა, ახლა ნერწმი რითია საინტერესო. ის ატარებს გენეტიკურ ინფორმაციას.
ხო თითქოს ფურთხია, ნერწყვია, პურჭყია. მაგრამ ნახეთ, ღმერთმა სათნო იჩინა, რომ ნერწყვიც კი ატარებდეს გენეტიკურ ინფორმაციას ადამიანზე. ესე იგი, არაფერი სინამდვილეში არ ეკარგება, არც ავი, არც კარგი, ყველაფერი აირეკლება გენეტიკაში. და გენეტიკური ინფორმაცია არა მარტო სისხლშია, უჯრედში და ასე შემდეგ, ის არის ასევე ნერწყვშიც. ეს ყველას უნდა ახსოვდეს. მე მახსოვს ერთ-ერთი მათგანი ფსევდოლიბერალი ასწავლიდა, რომ აფურთხეთ ერთმანეთს, ვერგვარი თერაპია არისო. და თვითონაც დასწრენ, ესე იგი, სტუდიაში და ეს და სხვა ერთმანეთს აფურთხებენ. ამაზე მეტი რა შეუძლია ნასაუბრ? მეტი არაფერი არ არის. გინება, ფურთხება და შეურაცხყოფა. ენაბილწობა, საზოგადო ენაბილწობა რა არის? ემოციის საზვერი და რომელსაც ყოველი ადამიანი გაივლის გარდაცვალების შემდგომ, კერძოდ გარდაცვალებიდან მესამე დღეს, ერთ-ერთი მათგანი ემოციიდან არის ენაბილწობის საზვერი, ანუ საბაჟო. ყველა გავივლით იქ. ერთადერთი, ვისაც არ გაუვლია საზვერე, ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარია. არა იმიტომ, რომ შიში ჰქონდა რაიმე ყოვლადწმინდას, არამედ მას არ სურდა სახით ეხილა საზვერეებში წრები მისი ძისა და ღმერთისა, იესო ქრისტესი. და ღმერთმა შეიწყარა ღვთისმშობლის ეს სათხოვარი. საზვერი არ გაუვლა, აღს გამკვდრეთით და ამაღლდა ზეცად და დააშა მარჯვენით თავისი ძისა და ღვთისა. და განსაკუთრებული სავანე მისა მას უფალმა ღმერთმა, რომელსაც დღეს პირობითად უწოდებ ღვთისმშობლის სავანეს. აი, მიიხედეთ, გამოსახული არის ესე იგი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მთავარანგელოზთა შორის. ეს არის აქ მოაზრებულია ღვთისმშობლის სავანე. ქვევით არის აბრაამის სიახი. აბრაამ ამამთავარია, გამოხატული ყრმები და ასე შემდეგ. აი ეს ამ ჭეშმარიტება ფრესკაზეც არის დამოწმებული. მოდით ახლა კვლავ ვიმართოთ სამედიცინო ცნობარს და ვნახოთ რა დანიშნულება აქვს ნერწვს ადამიანში. ნერწვი მნიშვნელოვანია, რადგან ის ინარჩუნებს პირის ტენიანობას და კომფორტს. გეხმარება ღეჭვაში, გასინჯვაში და გადაკლაპვაში. აი მაგალითად, ცნობილ ფსევდოლიბერალს ბზია ამაღლობელს. აღმოჩნდა რა, როდესაც ესე იგი დაწესებულების მთავარმა დირექტორმა ექიმმა ილაპარაკა, ჰქონდა თვალის სიმშრალე და პირის. ეხლა შიმშილობდა რა, დღეებს ითვლიდნენ. ძალიანაც გაეხარდებოდა დასავლეთს, რომ ის მომკვდარი იყო. თუნდაც სამგზით. მათ ხო ტრუპები უნდათ ყოველი რევოლუციისთვის, რომ მოხტი ავანთოთო. ესე იგი, ვინ არიან ესე კასტმოძულენი, საკუთარი ბინძური მიზნების მისაღწევად ზადარიან გასცემენ. რა თქმა უნდა, არა თავისი მოქალაქე, სხვები. აი ქართველებზეა ნათქვამი რა, მთელ ისტორიას რო გადაავლენ, ესე იგი, ძროხა დაგლეს, მე დამაგლეს, ღორი დაგლეს, აი ეს ღორები და ესენი გვაკლავენ სხვადასხვა მოვლენებს. აღარას ვიტყვით 9 აპრილს და ესე შემდეგ. რა მოხდა თქვენ კარგად იცით. რისთვის დაგვაკლეს და რას დაგვაკლეს. მაგრამ ვერაფერი ვერ დაგვაკლეს. ესეც მინდა თქვა სიტყვათა თამაში კალამბურა გამოვიდა. ხო და იქამდე არიან უგუნურებაში მისულები, რომ ერთმა მათგანმა ხოთბა უნდა რა შეესხა მზე ამაღლებული დაწინა. მზე ამაღლებული. ჩვენ მზეს უწოდებთ უფალს ჰიმნოგრაფიაში და ღვთისმშობელს. აი მათი ეს ყველაფერი არის მზეა ამაღლებული, რომელიც არის დამდაბლებული სინამდვილეში. რაო, ბოლომდე ვერ იმარხულე, ვერ იშიმშილე, მიზანს ვერ მიაღწიე? მოგაგონდა რომ უდურება, მოგაგონდა რომ ადამიანი ხარ? რომ თუ არ შეჭამ, მოკვდები, შენ ვერაფერს ირგებ, რადგან შიმშილით სიკვდილი ითვლება თვითმკვლელობად. თვითმკვლელს არც კი ასამართლებს უფალი თავისი სამართლის სიავით. ერთბამად ეუფლებიან სატანის ანგელოზები, წყდიადის და მიხავ ჯოჯოხეთში. ასეთია ეკლესიის სამლევ. რა თქმა უნდა, ეს თქვენთვის არაფერს არ წარმოადგენს. რა ავტორიტეტია თქვენთვის ეკლესია, უფლისავლება, მისი წმინდა მოციქულების, მოწაფეების, მაგრამ ამით ხომ ჭეშმარიტება არ იცვლება. ეს თქვენ ცდილობთ დაარწმუნოთ საკუთარი თავი, რომ არ არსებობს არც სინდისი, არც ნამუსი, არც ადამიანობა, არც კაცობა, არც დედაკაცობა, არც ღმერთი, არც მისი ეკლესია, არც ის სოფელი და არც ეციური სასუფეველი.
მაგრამ ერთ სასწაულს უფალმა თქვა, ყველას გაჩვენებთ. ასეთებსაც, ისეთებსაც. მოვა ის, ვინც არ გინდათ რომ მოვიდეს და გაგიყვან თიქ, სადაც არ გინდა გაყვეთ. ადამიანობა თქვია სიკვდილი, ქრისტიანულად გარდაცვალება. თუნდაც სოდვილის და ბოროტის სიკვდილით რომ თავდობოდეს სიცოცხლე, კიდევ დიდი შვება იქნებოდა მათთვის. მაგრამ სიკვდილით სიცოცხლე არ თავდება. იწყება სხვადასხვაგვარი რეალობა, 3-4 სეული და ჯოჯოხეთის სეული. იმის და მიხედვით როგორი ცხოვრე. და ბევრს ეკლესია თავისი ლოცვებით მოტივებას გაძლევს. იმდენად დიდი ძალაუფლება მიიღო ღვთისაგან. დღეს ნერწყვი კი არა საყვარელო, თვით ადამიანია შეურაცხყოფილი და თავად უფალი ღმერთი არის. ადრე გავიხსენე, დიდი ხნის მომხდარი არის ლოს-ანჯელესი არა? ღმერთს დასინეს და ნახეთ რა დაემართათ. სცანსად ჰოლივუდი ცენტრია მათ ფსევდოსულიერების და ფსევდოკულტურის. აი ესე იგი წამყვანი გამოვიდა და ხით-ხითით თქვა დამცინავად. შემოქმედმა შექმნა რა სამყარო ხი და ყველანი იცინია. ამ ხი-ხიში დაეწვათ რამდენიმე მილიონი ღირებულების სასახლები ჰოლივუდის ვარსკვლავებს. პირველ ყოვლისა, თუ რომ გლეხს რომ ხოხი დაეწვება, დიდი სადარდებელი ეგ არც იყოს. ის ყველა პირობებში იცხოვრებს, იმათ იკითხონ, განცხრომაში რო შეშვებიან ცხოვრებას, რადგან შეუჩვევებს, ნუ შეაჩევ, შეჩვევს, ნუ გადააჩევ. და უამრავი მე ეგეც არ არის საკმარისი. ახლა მოვიდა სრულიად საპირისპირო, წარღვნა არის იქ. და სახლები მიაქვს, მანქანებზე აღარ მომდა, კიდევ ერთხელ ზარალი ნახეს ამ გზით. როგორ შემთხვევით ხდება, რა თქმა უნდა არა. ეს ყველაფერი მაინც ღვთისწყალობაა, ეს ხანძარიც, ეს ყალდიდობას ადამიანი გონს მოიყვანოს და დააფიქროს. რომ ის არის მოკვდავი არსება და არსებობს უფალი, შემოქმედი სათა და ქვეყანისა. აგერ იქ უფალმა უბრძანა და თოთო ბავშვზე ღრუბელი ეშვებოდა და ასაზრებდა ძალზე უჩვეულო სახით. ხოლო აქ იგივე უფალმა დაუშვა ამ სიწმინდეთ მკრეხელობის და ღვთის მგმობელობის გამო საშინელი ხანძარი და მერმე წყალდიდობა. და ადამიანი მიხვდა რომ ვერც სტიქიას მართავს და ვერც წყალდიდობას. აი ქართველებში გამოთქვა წყლის ძალა მოგცესო, რას ნიშნავს? წყალს აქვს საზარელი დამანგრეველი ძალა, აი ეს ძალა მოგცესო, დიდი ძალა, ყოვლადძლიერება. მაგრამ ესენიც რა არის? ადამიანმა არათუ ლოს-ანჯელესის ხანძრითა და წყალდიდობით წყარღვნითაც კი ვერ ისწავლა ჭკუა. სოდო-გომორის 5 ქალაქის რამდენიმე ასეული ათასი იქ დამკვიდრებულის ესე იგი დაშითაც ვერ ისწავლა ჭკუა. ჭკუას ვერ სწავლა. მალე გვავიწყდება. აი ახლა რომ მოვიგონო საკუთარი თავი და თითოეული თქვენთაგანი ბევრი საუბარი და აღსარება მომისმენია. უფრო მეტის ვიდრე აღდგანა, რა თქმა უნდა, ამდენ წელია მღვდელი ვარ. ადამიანს როცა განსასწელი აქვს, 4 იხრება. გოლის შემოსვლებას ეძლება, სულის შემოსვლებას. ღმერთს ყოვლად ქედ და დრეკილი ევედრება, რომ გაიყვანოს სხვათ მისი შვილი მძიმედ დაავადებული განსასწელიდან, ან საკუთარი თავი. მაგრამ როგორც კი მიიღებს, მალევე ავიწყდება ეს გაკვეთილი, ეს მწარი გაკვეთილი. იქცევა ისე, როგორც მოიქცა 10 კეთროვანი და 9, თუმცა 10-ვე განგურნა. 9 გაიქცა გახარებული. მადლობა რა არის, წირა დაუდგება, ისიც არ უთხეს უფალს. მხოლოდ ერთი ისიც არაიუდეველი მოუბრუნდა უკან, მოძებნა ქრისტე და ჩაუვარდა მუხლებში და უთხრა მადლობა. ხედავთ როგორი დანანებით ეუბნება, ეკითხება უფალი. როგორ განაერთნაირად არ იყავით კეთროვანი, განაყელა ერთნაირად არ განგურნეთ, დანარჩენი 9 სად არის? განარა უფალს მადლობა უნდა, მაგრამ ადამიანო რატო ხარ უმადური, როცა ღვთის მადლი მიიღე და გამოხვედი ამ სნეულებიდან თუ განსასწელია. ეს არის დაცემული ბუნებისათვის დამახასიათებელი რამ. რატომ გვაქვს ამდენი განსასწელები, საქვეყნო პირად-პირადი? აი ამიტომ, ჩემო საყვარელო, მალე ვიწყებ გაკვეთილებს. და ღმერთს უნდა, მე ადრეც მithქვა, იმდენად ამპარტავნები ვარ ქართველები, რომ სულ განსასწელში უნდა ყავდეთ, რომ ჭკუაზე მოგიყვანოს უფალმა. ბოლოს და ბოლოს წმინდა იოანეს სინელი ამბობს, არ არის კარგი ღვთის განგებულების შეხებაო. ძალიან ღრმად თუ გავიჭრეთ. ჩვენი არაფრის გაგება არ ძალგვიც. ჩვენ კი არა, მეორე სინათლე წოდებულ ანგელოზებს არ ეძღვით ყოველივე.
თვითოულ ანგელოზმას და ადამიანს თუ რჩეულმა თუ სხვა უწყის და იცის იმდენი რამესაც უფალი გაუმჟღავნებს და თვითოულს არაჰარი არალოდ უმჟღავნებს ამა თუ იმ საიდუმლო არამედ უმჟღავნებს განომდინარე მისი პიროვნებიდან და იმ საჭიროებიდან რაც მის გარს შემოარის საჭირო ერთს გამოირჩევს განცმებს მისცემს და მის მიერ ამ წინასწარმეტყველებით და უჩვეულო სასწაულებით უკურნებებით აფიქრებს სხვას უხილავია ღმერთის არსებობას რა არის წმენა ბოლოს და ბოლოს მოციქული პავლე ამბობს დაჯერება უხილავში როგორც უფალივე ამბობს ღმერთი არავის არასა და უხილავს არამედ მხოლოდ მშობილმან ზემანი იხილა და ვისაც სურს მას გაუმჟღავნებს არ დაგიმალავთ ხშირად მადლობ უფალს იმის განსაკუთრებით სიბერეში რა შევედი რომ საკუთარი არსებობა გამომიცხადა როგორ ჯორმულებში ვეხეტებოდი უმეცრებისა და ცოდვებისა და ეს მიბაჟდა სრულიად ბუნებრივად ცხოვრების წესად მსოფლმხედველობად და როგორ გამომიყვანა და თითოეულს თავისი ისტორია აქვს მოსაყოლი ჩვენი ბილიკები ცხოვრებისა ყველა ეს უნდა უერთდებოდეს ქრისტეს რომელიც გზაა ცხოვრება ჭეშმარიტება და რომელიც კარის სამოთხისა მოგვიანებით ჩემი შტაბეშტილებები განშისა პროზაულ ლექსიაში რიტმულ ლექსში გადმოვეცეთ ცოტა მოგვიანებით ამასაც ამოგიკითხებ მოდით მივყვეთ ისევ რა ფუნქცია მისა ნერწყვს ღმერთმა ადამიანისთვის მას ინარჩუნებს როგორც ვთქვით პირის ტენიანობას და კომფორტს გეხმარება ღეჭვაში გასინჯვაში და გადაყლაპვაში ებრძვის პირის ღრუს მიკრობებს და ხელს უშლის უსიამოვნო სულს აი ადამიანები რომლებიც გვიან ჭამენ და სვამენ ყოველთვის თითქმის უსიამოვნო სული ამოსდით პირიდან ორგანიზმიც ისე მოაწყვ როგორც საათი რომელიც უნდა ტიკტიკებდეს ჩვენ ვაავადებთ ამას მექანიზმს ვშლით ასე ვთქვათ საათისა სხვანაირად აი მაგალითად მღვდელმოწამე სერაფიმ ჩიჩაგოვი გვასწავლის ეს პრაქტიკოსი ექიმიდან კორნელო 10000-ობით ადამიანი გაწერილი სახლში მომხდარიყვნენ ფეხზე დააყენა და ღმერთი ადიდებინა ამით რის გამოც ესეთი გახდა ერთ-ერთი მიზეზი ბოლშევიკური ხელისუფლებისგან დახვრიტეს ამის გამო რომ ეკლესია სიმპათიურად წარმოაჩენდა და ღვთისმსახურებს ესე იგი უბრალო ხალხის თვალში ამხელა ბოროტება რომ დაპირდები შური ღვაწლი და ბოროტება შური ზიება აქედან გამომდინარე ბოლშევიკების აი ეს წმინდა მამა ვასწავლის ადამიანის ორგანიზმის და დიდი იდუმალება მეთქი ამით დავიწყეთ საუბარი არა მარტო სული არამედ სხეულის ისე მოაწყვეს რომ კუჭის წვენების გამოყოფა ნაღლის და სხვა ვაჟინების იწყება დილის ყველა ადამიანში აბსოლუტურად იწყება დილის 5 საათზე და გრძელდება საღამოს 5 საათამდე არც მეტი არც ნაკლები არც გადაცდება წამი არ გადაცდება და წამზე ადრე არ დაიწყება არ არის საოცრად ჩვენ არ ვაქცევთ ამას ყურადღებას ეს ასეც უნდა იყოს ან არც ვიცით როდის გამოეყოფა და როდის წყდება რატო ამბობს ამას ეს წმინდა მამა ეს კურნალი როდესაც წყდება ვაჟინების გამოყოფა წვენების კიდევ 1 საათი რჩება კუჭში და ნაწლავებში ამიტომ გამონაკლის შემთხვევებში 5-დან 6-მდე შეიძლება კიდევ მეიღო ზომიერად საზრდელი 6-ის მერე კატეგორიულად არში რატო წვენები რა კი აღარ არის კუჭნაწლავში არ ხდება მონელება ბაშრა ხდება ფაქტია რომ ის კუჭნაწლავშია შეღწეული საკვები ხდება პობა და თუ ეს ხშირად ხდება და სისტემატურად ეს წევს კუჭნაწლავის დაავადებას სხვადასხვა ინფექციებს როგორი სიბრძნეა მე რა არის გახტომა რო გინდა და ათაც სისულელებს მიბაძავთ გახტომის რაღაცებს ფულებს ხარჯავ ფლანგავ ნერვიულობ თუ გინდათ გახდეთ და ბუნებითი წონა მიიღოთ აი ეს წესი დაიცავთ 5 საათზე გვიან უკიდურესად 6 საათზე გვიან საჯმელ საზრდელი არ მიიღოთ შეიძლება მხოლოდ გარკვეული სახის ისე მცირეოდენი მინერალური სითხე დალიოთ მაგრამ ჩვენთან მთავარი ჯანმრთელობა ხომ არ არის თუმცა ბევრს წუმწუნებ ბევრს twin-ა ძალიან ბევრს კურნალობ უამრავ ფულს ხარჯავ თან გაწვდა გილოცავთ ეხლა პოლისები და ყველაფერი გაწვდა კიდევ ერთხელ და ასე შემდეგ და რა არის ამის მიზეზი გემოთ მოყვარება ჩვენში მაყროვანება გაუთავებელი ჭამასმა ღრეობა რომელსაც ხშირად მოსდევს ორგიები სექსუალური ამაზე ბეც ვერ ვილაპარაკებ უხერხულობის გამო ერთ სიტყვით მხოლოდ მინდა ისაკ ასურთან ერთად თვით ადამიანის ანატომიაში ჩანს როგორ უნდა ცხოვრდეს ის რომ სასქესო ორგანო კუჭის ქვევით არის პირდაპირ გასწავლის რასაც ჩააყრი კუჭი იმას მოხსებს შენი სექსუალობა ეგრეთ წოდებული ამიტომ არის ხშირად ჰოლივუდის ფილმებში აი ნაჩვენებია რომ ორგიან ჭამენ სვამენ ითრობიან და მერე სექსუალური ფანტაზიები ეღვიძებათ
და ვერც გადმოვცემ რა შადიანის, ანუ რისი პროპაგანდირება ხდება ტელევიზიიდან, რომელსაც ყველა დაწაფებული ბიბლიას იშვიათად თუ ვინმე კითხულობს მამათა ნაშრომებს, არამედ ესე იგი პრესა, რადიო, ტელევიზიაზე არიან ესე იგი მიყურადებული და დაწაფებული. და მოედინება ნიაღვრები, გარყვნილების, დეზინფორმაციის და ცინიზმის. მას კიდევ რაში გვეხმარება თურმე ნერწყვი პირუს ღრუს მიკრობებს და ხელს ესე იგი კლავს და ებრძვის და უსიამოვნო სული რომ არ ქონდეს პირში. შეიცავს, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არც მე არ ვიცოდი ეს, სანამ არ წავიკითხე. შეიცავს ცილებს და მინერალებს, რომლებიც იცავს კბილის მინანქარს და ხელს უშლის კბილების გაფუჭებას და ღრძლების დაავადებას. მერმე ეხმარება პროთეზების უსაფრთხოდ შენარჩუნებას. ზოგიერთ ღიმილობა გადაკრა. რატო შვილო? მე მაგალითად პროთეზებით სარგებლობ. და თუ რომ მოგერება, ბაბა დაუძახიო. სხვა რა გზამავს. მაგრამ ეხლა ყველაზე მძიმე ფაზაში შევდივარ. მალე მოლუსკასავით აღარ მექნება კბილები. ქვედაყბაზე. ერთადერთი რაც მაწუხებს, ამ დროს ხომ მიფიქრია რა, ფაქტის წინაშე დგება. როგორ უნდა წირო და ვიქადაგო. ჩლიფინს ხომ არ დავიწყებ. მაგრამ იმდენად ხმამაღლა ქადაგებდი მთელი 10 წლების განმავლობაში გალობდი და წირავდი ხელს ჩამოუყალიბ და კბილების გარეშე, იმიტომ რომ კბილებიც მონაწილეობს მეტყველებაში. არის სხვადასხვაგვარი კბილები, რომლებიც სხვადასხვა ხმოვანებას გამოსცემენ. ზოგი ნაზალურია, ჩლიფინა და ასე შემდეგ, ხორხისმიერი და სხვადასხვა გააჩნია. მაგრამ როგორც იმ პატარა ყრმას უჩვეულოდ ყვებავდა, მეც ვიტოვებ სასუებას, ჩემი იოტისოდან რწმენიდან გამომდინარე, რომ რამენაირად სანამ ცოცხალი ვარ, იმიტომ რომ სხვანაირად არ წარმომიდგენია. ღმერთსაც შევწირავ მისი მადლით, რა თქმა უნდა, სხვებს და მთის სიტყვასაც განვავრცობ თქვენ და დასამოძღვრად და ჩემ და საცხოვრებელადაც. როგორც იტყვიან ხოლმე და პავლე ციმეორს, მლეწავ ხატს პირს ნუაუკრავ. აი ამ ლექსშიც, რომელიც მინდა წაგიკითხოთ, ეს ჩემი შინაგანი განცდები გადმოცემული არის მეტნაკლებად. ყველას ცხოვრების გარკვეული წესი ჩამოუყალიბდა. აი მე ხო გისმენთ თქვენ სახსარებებს ვისმენთ, თქვენ საუბრებს, თქვენ თავისებურებებზე მაქვს წარმოდგენა. ზოგიერთი უმეტესობა არა, ზოგიერთი ბოლომდე იხსნება და ვხედავ მის შინაგან ადამიანს. ესევე მეც დროთა განმავლობაში, როგორც მორწმუნეს და მღვდელს, ჩამომიყალიბდა ცხოვრების გარკვეული წესი. აი როგორღაც ვასილი დიდისა და გრიგოლ ღვთისმეტყველის ცხოვრებაშია ნათქვამი, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, ჩვენო გქონდა ორი გზაო, გამიკვირდა რომელად ერთი მიდიოდაო მოძღვრებისკენ, მასწავლებლებს ათენში სწავლობდნენ, მეორე ჭადრისკენ და ეს გზები უკან სხვა გზა ჩვენ არ ქონია. მადლობა უფალს, სერ დაბადებიდან ვარ, რაღაცნაირად ჩემს თავში ჩაკეტილი. არ მიყვარდა ადამიანები მეშინოდა ბავშვობიდან გულახდილად გეუბნები. იმდენ სიფლიდეს ვხედავდი, სულ პატარა ვიყავი, მზაკრობას, ზურგს უკან განკითხვას, ფეხის დადებას, რომ მათ მიმართ ბავშვობიდან ჩავამიყალიბდა შიში, ეს შიში დავძლია მხოლოდ სარწმუნოებაში. და მივხვდი, რომ ასეთები უნდა შეიყვარო, როგორც ის არიან, ცოდვილები. ცოდვა გძურდეს მათში, მაგრამ ცოდვილი ადამიანი გიყვარდეს, იმიტომ რომ ყველას აძლევს დროს გამოსწორ და მადლსაც გამოსწორებით. აი ბოლო მაგალითი, მეორე მაგალითი, რომელიც გზაში მოვისმინე, მე მინდა ეს მაგალითი ამის დასტურადაც მოგიყვანოთ, რომ არავინ არ უნდა განეკითხო. ჩვენ ხედავთ სახეს, როგორც მოციქულები, ღმერთი ჭრեց გულს ადამიანის. ბევრ საზარელ ცოდვილში უძვირფასესი გულის ადამიანი იმალება, რომელსაც არ მიეცა საშუალება ჟაბთა ვითარებისაგან გამოევლინა და უფრო აემაღლებინა ზეცამდის თავისი გული. მაგრამ ღმერთის ჭრედა რა, ღმერთმა ეს მოახერხა. შეუძლებელი კაცთაგან ყოველივე შესაძლებელია ღვთისამიერ. მოდი პატარა ინფორმაციას მივუმატოთ კიდევ ნერწყვზე და სანერწყვეებზე. იმედი მაქვს ამას იქით მორიდებით გადაანერწყვებთ. ყოველ შემთხვევაში სხვა საჭმელში არ ჩაუფურთხებთ. ჩანერწყვასაც ვერ ვამბობ, იმიტომ რომ ეს საქციელი არის უკადრის, არის ვულგარული საქციელი.
ნერწმის წარმოფლივ ჯირკვლებს სანერწყვე ჯირკვლები ეწოდება. სანერწყვე ჯირკვლები ზის თითოეული ლოყის შიგნით პირის ბოლოში და წინა კბილებთან ახლოს კბის ძვალთან. არსებობს 6 ძირითადი სანერწყვე ჯირკვალი და ასობით მცირე. მე ეს არ ვიცოდი რომ ამდენი ჯირკვალი იყო სანერწყვე. მე მეგონა 2-3 საკმაოდ ბევრი ყოფილა. ნერწყვი მოძრაობს მილებში, რომელსაც ეწოდება სანერწყვე სადინარები, საიდანაც გამოედინებიან, როცა წარმოიქმნება და გროვდებიან ზოგჯერ პირის ღრუში და ასე შემდეგ. ჩვეულებრივ ორგანიზმი დღეში 1-2 ლიტრამდე ნერწყვს გამოიმუშავებს. არც ეს არ ვიცოდი, იცოდით თქვენ? ამდენი ნერწყვი თუ ქონდა ადამიანს. ის რომ ლიბერალებს ძალიან დიდი და კოლოსალური მარაგი აქვს ჩასაფურთხებლად. მას ჩვეულებრივ ორგანიზმი დღეში 1-2 ლიტრამდე ნერწყვს გამოიმუშავებს. ჩვეულებრივ ორგანიზმი ყველაზე მეტ ნერწყვს გვიან შუადღისას გამოიმუშავებს, ხოლო ღამით ყველაზე ნაკლებს. აი ეხლა დავფიქრდი, რომ ღამით რატო არ გამოიმუშავებს? იმიტომ რომ ძილში შეიძლება დაიხრჩოს ადამიანი ნერწყვისგან და კიდევ სხვა გართულებსაც გამოიწვევს ალბათ. მე ეხლა აქ არის განხილული ნერწყვის სიმცირე, სიუხვე, რა იწევს, რა დაავადებებია, რა ქვია და როგორ ხდება მათი მკურნალობა. ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ, თუ საჭირო გახდება. ეხლა კი როგორც შეგპირდით, მინდა ჩვენი თანამედროვე ერთ-ერთი ბერის ცხოვრებიდან მოვიგონ. ჩვენი ვნახეთ წმინდა მოწამეს, როგორ ასაზრდოებდა ღმერთი, ვინ გამოიყვანა მისგან. ღვთისმსახური ამ სიტყვის ამაღლებული მნიშვნელობა. ღმერთს და ხალხს ემსახურებოდა თავისი წმინდა ცხოვრებით და მრავალი მოაქცია სარწმუნოებაზე და თავისი ჭეშმარიტი და ცოცხალი რწმენა დაამოწმა ღრმა სიბერეში მოწამეობისას. არც თუ დიდი ხნის წინ, ორიოდე ათეული წლის წინ, ათონის მთაზე, ეს არის როგორც გითხარით, წმინდა პაისი ათონელის თანამედროვე, ერთ-ერთი ბერი ცხოვრობდა, რომელსაც დაბრკოლებული ყავდა ლამის მთელი სავანე. ლოთობით ყოველ დღე სვავდა. ხშირად ამიტომ ხდებოდა უსიამოვნების წყარო, შეურაცხყოფის, განკითხვის და ასე შემდეგ. და ჯერ კიდევ ახალგაზრდა გარდაიცვალა. ერთხელაც როცა ჩვეულებისა ძალიან პოპულარული ყავდა წმინდა პაისი ათონელი, მოვიდნენ ბერები ახარეს. წარმოიდგინეთ, კაცი მოკვდა, ისინი კი ხარობენ, მოკვდა ცოდვილი მათი გაგებით და ისინი ხარობენ. ცოდვილის სიკვდილს არ უნდა ხარობდეს ქრისტიანული გული. არამედ თანაუგრძნობდეს, ლოცულობდეს, მისთვის რომ ღმერთმა შეიწყალა. ეს არის ჭიშმარიტი სიყვარული. და ახარეს. მამო, აი ესა და ეს ბერი, ეს საბცოდავი, დღე და ღამე გატყიალებული მთვრალი იყო, როგორც იქნა გარდაიცვალა, მონასტერმაც მოისვენა. წმინდა პაისის სახე შეეჭმოხლა. რატომ ფიქრობთ, რომ მაინც და მაინც წარწყდა? როგორ? ლოთი იყო, დილა, საღამო, შუადღისას სვავდა განუწყვეტლივ. კი, ამბობ თქვენ, რასაც ხედავდი. მაგრამ მე კი ვიხილე ლოცვის ჟამს, რომ ანგელოზებმა ამოიყვანეს მისი სული და ქებითა და გალობით მიყავდათ, ვიდრე არ შეიყვანეს ზეციმ სასუფეველში. ერთი და ორი ანგელოზი კი არა, გუნდნი ანგელოზები წინა უცხოდნენ სასუფეველში. ვერ დაიჯერეს, მაგრამ იმდენად დიდი ავტორიტეტი პაისი რომ იზოლებული იყვნენ, თითქოს დაეჯერებინათ. რატომ მოატყობენ, რატო იცვენ? და მაშინ მორიდებით კითხეთ, რატომ ფიქრობთ ასე, ან რატომ მოხდა თუ მართლა ასე მოხდა? ანუ პაისის სიტყვებში და ხილვაშიც ერთგვარად ეჭვი შეიტანეს. როგორც უფალმა, როგორც მე მისი მოძღვრისგან ვიცით, აი რატომ სვავდა ის. ის დაიბადა მცირე აზიაში. ამ დროს მოხდა დიდი ტრაგედია რა, თურქები და ბერძნები რომ დაეტაკნენ, მე მიწები გაცვალეს, მოსახლეობა გაცვალეს და ასე შემდეგ. აი წმინდა იოანე როსი, რომელიც თქვენ ხედავთ ხაზზე, ეს წმინდანი ფაქტიურად მოწამე შეიძლება ითქვას, როდესაც გაცვალეს მოსახლეობა ბერძნებმა და თურქებმა, იმდენად უყვარდათ ბერძნებს იქაურ მოსახლეობას, მათ შორის ბერძნებიც იყვნენ, სომხებიც იყვნენ და სხვა ერიშვილიც ქართველებს. იოანე როსი ისე უყვარდათ, რომ თან წაასვენეს მისი ნაწილები, რომელიც არის უხრწნელი, მე მქონდა სიხარული ყოფილიყავი და პარაკლისი გადამეხადა დიდი პარაკლისი ჩემბრევთან ერთად და გალობლებთან. ესე იგი წინ ვიდექი როგორც უპირატესი და მქონდა საშუალება აქედან გამომდინარე უკეთ დავკვირვებოდი. დიდხანს ვაკვირდებოდი მის პირის სახეს, ხოლო ნაწილი ჩანს. რატომ? იმიტომ რომ სახეზე ოქროს ნიღაბი აფარია. და რატომ მაგასაც თუ არ დაღალეთ, უკვე თავისი ისტორია აქვს. ხედავდი კაპილარებს, რომელშიც სისხლი იყო ცოცხალი, ვარდისფერი. სხვადასხვა ნაკვთებს ვაკვირდებოდი. ეს იყო სავსებით ცოცხალი ადამიანი. ოღონდ სული მის შორის არ იყო. ესეც სასწაულია.
ჩვეულებისაგან ადამიანის სიცოცხლე რას ნიშნავს? ნიშნავს, რომ სული არის ჯერ კიდევ სხეულში. როგორც კი სული ტოვებს, მალევე ტვინი წვეთს ფუნქციონირებას და ადამიანი კვდება. თუმცა ღმერთისთვის რა არის შესაძლებელი, ამას დიდი სასწაული ხდება იქვე ახლობლად შედარებით. კუნძულ კორფუზე წმინდა სპირიტონ თრუმიტუნტელის, აი მისი ხატი გადმოყურებს, წმინდა სპირიტონ თრუმიტუნტელის სხეული არა მარტო უხრწნელია, სოცხალი ადამიანის ტემპერატურა 36.6 და მხოლოდ ფაჩუჩები ცვდება წელიწადში ერთხელ უცვლელ, იმიტომ რომ ნიშნად იმისა, რომ ნამდვილად მიდის მასთან, ვინც მას სარწმუნოების თხოვს. ფათერაკში მოხვედრილია, განსაცდელში ავადმყოფია თუ სხვა. საერთოდ სასწაულებით არის სავსეცანი და ქვეყანა. ჩვენ აღარ გვცალია, ან გამოცდილება და ჩვეულება აღარ გვაქვს განჭრიტოთ სასწაულები. თუმცა უფალი ამბობს, ნათესავი ბოროტიდან მეგრუშე სასწაულს ეძებს, ჩვენ სასწაული კი არ უნდა ვეძებოთ. ის ისედაც ზედაპირზე დებს, როგორც სიტყვიან ხოლმე, ჩვენ უნდა ვეძებოთ თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტე, წყარო ყველა ამ სასწაულებისა, რაც თავარია ჩვენი მაცხოვრებისა. მოკლედ, წმინდა პაისიმ უთხრა ბერებს, როგორც მე მისი მოძღვრიდან ვიცი, ის დაიბადა მცირე აზიაში. ბერძნულ თემში ცხოვრობდა, მაგრამ როცა მოსახლეობები გაცვალეთ, დაიწყო ომი, დევნა, შეურაცხყოფა, დაპირისპირება, ესე იგი მისი მშობლები გაიქცნენ უდაბნო ადგილას, რომ სულს გადაერჩინათ და თავისი სარწმუნოებას და თავიანთი შვილიც. მაგრამ იმის გამო, რომ ძალზე პატარა იყო ახლა ჩობილი, ყრმა ჩვილი იზოლებული იყვნენ, რომ ზოგჯერ მისთვის, როცა იმალებდნენ, ცოტაოდენი ღვინო მიეცათ, რომ ჩასდინებოდა და ხმას მტრის ყურთასმენა არ დაეპყრო, ყურადღება არ მიეპყრო. ასე და ამგვარად ბავშვობიდან შეეჩვია ღვინის მას. როცა წამოიზარდა, უმატა ბოლოს ჩვეულებად ექცა, მანკიერებად, რომელსაც თავს ვეღარ აღწევდა. წარმოუდგენელი იყო მისთვის დაძინებაც კი ამის გარეშე. ერთხელაც ექიმა გასინჯარა ეს ავადმყოფი, უთხრა, რომ არ შეიძლება შენთვის ოჯახის შექმნა. ცოლი არ უნდა, გარკვეული ხა არ მინდა კონკრეტულად ვილაპარაკო, რა მოაქვს ლოთობას ყველა სიკეთესთან ერთად და შენ ცოლს ვერასდროს ვერ მოიყვანო, ოჯახი არ გექნებაო. განსაჯა ამ ბერმა, ამ ადამიანმა და წავიდა ათონის მთაზე. ჯერ მოიხილა ცნობის მოყარეული, მოილოცა და შემდეგ ერთ-ერთ მონასტერში დარჩა მორჩილად. გარკვეული დროის შემდგომ ის აღკვეცეს ბერად. და მოძღვარმა ასეთი რამ უთხრა, მან იცოდა რაც ნელი დასანებებელი იყო, რომელსაც ბავშვობიდან სიჩუეიდან სვამდა ღვინოს, ოღონდ ეს უთხრა, რომ ეცადე, რა კი ბერად აღიკვეცე, რა კი აღთქმა მიეცე ღმერთს, თანდათანობით მოუკლოს მას. 20 ჭიქას სვავდა საშუალო დღეში. ეხლა რა დაემართებოდა და წლების განმავლობაში ამას აკეთებდა, წნელი წარმოსადგენი არ არის. და ბოლოს ესე იგი გადაწყვიტა და მორჩილებოდა მოძღვარს, ადრე თუ ებრძოდა, ძალიან უჭირდა. სასუწარკვეთილებამდე მიდიოდა, მაგრამ იბრძოდა ღვთისა და თავისი მოძღვრის სიყვარულისთვის. 20-დან მერე უკვე მხოლოდ 19 წოდა. ასე თანდათანობით მოაკლო და სულ ბოლოს მაშინ როცა სიკვდილმა მოინახულა და გარდაიცვალა, მხოლოდ 3 ჭიქას სვამდა. და მიუხედავად იმისა, რომ ის სვამდა, ღმერთმა აცხოვნა, იმიტომ რომ ის იბრძოდა. ეს არის მებრძოლი ეკლესია და ჩვენ მხედრები ვართ ამ მებრძოლებს, ჩვენც უნდა ვიბრძოლოთ. ვისთან? როგორც პავლე მოციქულეოს ცისქვეშეთის დაცემულ ბრძალებთან, რომელიც გავარვარებულ ისრებს გვესვიან შეუფერებელი გულის სიტყვებისა. ეს ბერიც იბრძოდა და 20-დან 3 ჭიქაზე ჩამოვიდა და ღმერთმა ჩათვალა, ის უკვე მზად იყო, გამზადებული იყო სასუფევლისთვის და გაიყვანა ამ მდგომარეობაში. როგორც მებრძოლი და მებრძოლი ეკლესიიდან მე დღესასწაული ეკლესიაში სეცაში შეიყვანა. როდესაც მე ეს მონათხრობი მოვისმინე, გზად მომავალმა, კიდევ ერთხელ უთხარი საკუთარ თავს. ჭეშმარიტად, არავინ არ უნდა განეკითხო, არც ერთი ცოდვილი, არც თუნდაც ეს ფსევდოლიბერალი მაფურთხებლები. პირიქით, ჩვენ მათთვის უნდა ვილოცოთ, ღმერთმა გონს მოიყვანოს. იქამდე მივიდნენ, ამ სისაძაგლებს უარესსაც აკეთებენ და აგერ ოკულტურ რიტუალებს ატარებდნენ, დაუფარავად უკვე აშკარად, რითაც აჩვენეს ვისი მოწაფეები არიან. ისინი არიან შემყრობილი ამ სოფლის თავადისაგან. ღმერთმა გაანთავისუფლოს. მათაც ეშმაკი იყენებს.
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს და იმ მისიის მოსასპობად, რომელიც ღმერთმა და ღვთისმშობელმა მარიამმა ქართველ ერთს მისცა. ამათ უნდა დაამოწმონ უკანასკნელ შავს ჭეშმარიტი სარწმუნოება. თელს დედამიწას მოიცავს ანტიქრისტეს რეჟიმი. აქ რა წერია? იმიტომ რომ ჩვენ ქართველები ასეთია წინასწარმეტყველი, არა ქართველის, ესეც მინდა ვთქვა. მაგრამ რუსის დაწენენ ფსევდოლიბერალები. რუსი ლავრენტი ჩერნიკოვი და სერაფიმ საროველი შენგან განსხვავებით არა პროდასავლეთი და დასავლეთიდან იკვებებოდნენ იდეოლოგიით და მსოფლმხედველობით, არამედ უფალ ღმერთსა და მისი წმინდანისა. მაგალითად ლავრენტი ჩერნიკოვი რომელსაც აქვს წინასწარმეტყველები ივერიაზე ღვთისმშობლის ქვეყანაზე გამოცხადებით საზრდოობდა მართალი ენუქიდან, ელიადან, ორადორი ადამიანი, რომ ცოცხალი წაიყვანა და იოანე ღვთისმეტყველიდან. რატომ? იმიტომ რომ ეს უკანასკნელი ასევე არის ჩვენი ბოლო ჟამის განმანათლებელი მოციქული. ღვთისმშობლის შვილობილი, რომელსაც ღვთისმშობელი უკანასკნელი შამს წარმოგზავნის საქართველოს. როცა მოაწევს საზარელი დღეები ანტიქრისტეს ჭირიანი მეფობის, რომელზეც რა უთხრეს? ბევრ სიკეთესთან ერთად ლავრენტი და წინასწარმეტყველებას ლავრენტი ჩერნიკოვს, ამ წმინდანებმა, ამ წინასწარმეტყველებმა. ღვთისმშობლის წილხვედ რივერიაში უკანასკნელ შამს იქნება ბრძოლა, მაგრამ როგორც ასეთი ანტიქრისტე საყდარს იქ ვერ განიმტკიცებს. რაც ხდება, ეს არის პროცესები, რომ მისი სულის კვეთება. პროდასავლური, რომელიც პირწმინდად სატანური არის, გადაჭარბების გარეშე ვამბობ, იმიტომ რომ ღმერთმა თქვა არ იმრუშო და ესენი ამბობენ არა მარტო იმრუშე, ეს მისი ნება, ეს მისი სივრცეა, ეს მისი ავტონომია სხეული, არამედ გადაიკეთეს სქესი, მათ შორის 7 წლის ასაკიდან შეგიძლია, რაც ეს უკუღმართობანი აკრძალა ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა. რადგან ჩვენ ვაღიარებთ ქრისტიანულ ღირებულებებს და სწავლებას. გახდით თუნდაც სოდომიტი, ლესბოსელი, მამათმავალი. ამიტომ ვამბობ მე თამამად, რომ ესენი არიან სატანის მოწაფეები. ეს მათი მსოფლმხედველობა, ეს მისი იდეოლოგია, რომლის დანერგვას სურთ ღვთისმშობლის წილხვედ საქართველოს. აი რა ბრძოლა მიმდინარეობს უხილავ პლანში, თქვენ რომ ვიცოდეთ სიფრთხეში. ამისთვის ხდება ეს ყველაფერი. მაგრამ ზოგი ისია გადაგვარებული, ღმერთს დაშორებული და გაუკუღმართებული. ოღონდ კი ხორციელ სიამეებში იყოს აღვირახსნილობაში და კაისმა და ასე შემდეგ, როგორც ქართველები იტყოდნენ, რომ მზად არის ყველაგვარი უღირსებით შეყოს თავი ევროპა. ან რა არის 64-ია ევროპა. ევროპა მალე დაიშლება. იცით თქვენ ეგ ამბავი და რომ პროცესი დაწყებული არის. ეგ თუ იცით, ეხლა დანიელმა წამოყო უკვე თავი. უკმაყოფილ. დროთა განმავლობაში ასე მოხდებოდა. საბოლოოდ ბევრს რომ უკიჟინებენ რუსეთს და იწვევენ რუსის ჩექმა გადაუვლის ამათ. ასეთია წინასწარმეტყველება. მოგწონს თუ არ მოგწონთ. გნება კონკრეტულადაც გითხრა როგორ მოხდება. ერთ-ერთი პირველები გერმანელები აიღებენ იარაღს რუსეთის წინააღმდეგ. თითქმის რუსეთის სიღრმეში შევიდა. მათზე რუსები მერე იხმარენ საიდუმლო ზეიარაღს და ისეთი საზარელი იქნება, ამბობენ წმინდა მამებო, ნახევარ კაცობრიობას ამის შეხედვით ყვა ჩამოუვარდება შიშით. ციტატა მომავს. შემდეგ ვინ იქნება რუსეთთან ბრძოლაში? 7 ომი რუსეთის წინააღმდეგ იქნება, ერთი უკვე იყო რუსეთ საქართველოს, შემდეგ იქნება ორი წვევა აქვს სააკაშვილის რეჟიმი, თქვენ იცით, ამერიკის შეგულიანებული და რა გვიშველა რამე ამერიკამ, წყლები შემოხონდა, წყლის ქვეყანაში წყალი მოხონდა, ეს იყო მის დახმარება. გახსოვთ ეგ პერიოდი ბუშის და ასე შემდეგ. ფაქტი კი რა არის და შედეგი რა აღმოჩნდა? 20% მიწების აკარგა საქართველოს. აი ეს არის შედეგი შეგულიანების. ამაში დიდი ფული იხარჯებოდა, დიდი ფული იქნა აღებული და გაცემული მანამდე. ეხლაც ფულით ყიდულობენ ამ მკვდარსულებს, რომ თავიანთი იდეოლოგია და სწრაფვა განახორციელონ. მაგრამ ბნელი იგი ნათელს ამას ვერ ეწევა. შემდეგი რიგით ამ ომში იქნება შვედეთის ქვეყნები, ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, სკანდინავიის ქვეყნები. მათზეც იგივეა. შემდეგი ომი იქნება ერთ-ერთი უახლოესი თურქეთის ტერიტორიაზე. კონსტანტინოპოლის მისადგომი და ბოლო ომი იქნება არმაგედონში, როგორც აპოკალიფსში და არაერთ წმინდა მამასთან არის ნათქვამი და კონკრეტულად გაშიფრულიც კი კომენტირებული. აი ეს საზარელი მოვლენები ველოდება, მაგრამ წმინდა იპოლიტე რომაელი ამბობს, ეს გადამიტკი არ მოხდება ზედისეთ. აი როგორც ეხლა იყო რუსეთ-საქართველოს მცირე ომი, რაღაც პერიოდი გავიდა, შემდეგ რუსეთ-უკრაინის. აი ესევე პერიოდები იქნება, ასე ვთქვათ, ანტრაქტი, ვიდრე საბოლოოდ არ გაიმართება უკანასკნელი ომი. ამაზე ბევრი გვისაუბრე, ამჯერად არაფერს აღარ გეტყვით. აი ორი უჩვეულო გზა
ადამიანის ხონებისა წმინდა მოწამე კონდრატი და ჩვენი თანამედროვე მამა. იმიტომ ზოგიერთები ამბობენ, მათ შორის ქრისტიანთა ეს ველათი ყვანი არ იყო, კითხავენ სონა მონასავით. აი ეს კი ჩვენი თანამედროვეა და ვიდრე იქნება ქვეყნიერება, ამბობენ წმინდა მამები. მანამდე ეყოლება ღმერთს თავისი რჩეულები. როგორც კი უკანასკნელი რჩეულს შეიყვანს სასუფეველში, მოვალს დიდებით განშად ცხოველთა და მკვდართა, რომელსაც სათქი დაანგრევს არსებულ სამყაროს ახალ სასა და ქვეყანას შექმნის წმინდა და მართალი ადამიანის და მაშინ დადგება სუფევა ყოვლა წმინდა სამება ღმერთისა და მაშინ დაუხსნელი დარჩებიან ჯოჯოხეთში მოხვედრილი სულები. და ბოლოს თვითონ აი ჩვენი ეს შეხვედრები, საუბრები, დაუჯდომლები, ეს ჩვენი ცხოვრების გზის ერთი მონაკვეთია. ჩემთვის პირადად ძალზე მნიშვნელოვანი ლიტურგია, უსისხლო მსხვერპლის შეძირვა. 4 შაბათის დაუჯდომლებიც ასეთივე მნიშვნელობის გახდა და ეს უფრო ქადაგებაც ეს საუბარია, ასე ვთქვათ, შინაურული საუბარი ჭეშმარიტების სხვადასხვა მხარეზე. ასევე აი მეც რატო ვახსენე ბასილ და გრიგორი. ორი გზა მაქვს. სახლიდან ტაძარში, ტაძრიდან სახლში. არც სურვილი მაქვს, არც მოთხოვნილება და არც დრო. გარეშე გზებით ვიარო. აი გუშინ მაგალითად აქ დგას თვალი მოვკარი, ერთ-ერთმა მორწმუნემ სახლის კურთხევა უნდა და პატარა რემონტი დაასრულა სახლში და მეუთხარი არ გიწყინოს მეთქი რა. იშვიათად მივდივარ კურთხევებზე და ასე შემდეგ. თუმცა დავალებული ვარ ამ ადამიანისგან. რომ ძალიან გადაღლილი ვიყავი, რატო? 3 დაუჯდომელი ვთარგმნე რამდენიმე დღეში, ძალიან რთული და შრომატევადია. მისავათებული ვიყავი და გუშინ თითქმის დავასრულე მეოთხე დაუჯდომელი. ამ დაუჯდომელს უკანასკნელია ნუმპირმე დედაო. აი ხატი რომ დგას ჩვენი ტაძრის ეზოში, ეს არის სწორედ ეგ ხატი ნუმპირმე დედაო. ერთ-ერთი ასე ვთქვათ ვარიანტია ამ ხატის. ხოლო პარაკლისის შეუდგინეთ თავის დროზე, ვიდრე ეს ხატი იწერებოდა, ამჯერად დაუჯდომელი პრაქტიკულად ითარგმნა უკვე და ეს 3 დაუჯდომელი მზადდება გამოსაცემად, ისე როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველის 4 სიტყვა, შემდეგ ეს ჩემი ცხოვრების წიგნი. მე ტაძარი საწერი მაგიდა. საწერ მაგიდაში ხის მაგიდას კი არ გულისხმობ. გულისხმობ წმინდა მამებს და წმინდა წელს, სადაც საუბრობ, ვისთანაც საუბრობ მე. მადლობა ღმერთს, მეუღლეც ისეთი შემახვედრა, რომ არ მაბრკოლებს, ხელს არ მიშლის, არ ღიზიანდება, არ ბრაზდება. რაღაც შორს წავიდე, მომიყოლია და შეგახსენე. მე ჩემი მეუღლე სიზღვრეული ჩვენებით დავიწერე. არც ვიცნობდი და არც დაუჯახება საერთოდ არ ფიქრობდი. ბეთანის მონასტერში ვიყავი მორჩილად. როგორც ხედავთ, დღეს წინაში ვარ წარბდარი, ცოლოსანი მოდელი, თეთრი სამღვდელოების წარმოადგენელი ერთ-ერთი უღირსი, როგორც გითხარით. ესე იგი ღმერთმა იმათ შემახვედრა, რომ აი ეს ანტურაჟი ჩემთვის, როგორც მღვდელს, რომელსაც ჭირდება სულიერი საზრდოობა, რომ სხვებიც ასაზრდოოს და აქ იყო დროება, როცა ერთი ვიყავი, ამას სიამაყით არ ვარ. ღვთის მადლის შემეწეოდა, აშენილია მე. კალმისაცემაც აღარ პოლიართრიტი მაქვს უკვე და ხერხემალზე გასაკისრის მალებზე მაქვს სერიოზული პრობლემები, რომელიც ჩაითრია ნელ-ნელა ყველა სხვა ორგანოებიც, სასმენელი და ესე შემდეგ. სახსრებზე აღარ ვამბობ, თან გენეტიკური და ყველაფერს ხომ არ მოყვები, არა, ყველას თავისი რაღაც აქვს, სატკივარი, საწუხარი, საფიქრალი და ასე შემდეგ და ისე მოვაწყო უფალმა, რომ აი ამ გარემოში ვარ. ინფორმაციას რა თქმა უნდა ვიღებ გარეთ რა ხდება, ძალიანაც განვიცდი, მაგრამ ჩვენი უძლური ხელით ანტიქრისტეს წინსვლას ესეც ვიცი, რომ ვერ შევაჩერებთ. ვინც მოითმეს, ის მოიგებს, ქართული ანდაზარვამს. უფალმა დაითმინა, ამბობენ წმინდანები, ჩვენც მოთმინებაზე გვაქვს. მოთმინებით და შენითა მოეპოვე სული შენი. ათეისტები შემაგებებენ ცინიკური ხარხარით. ესე იგი, მოთმინებით და შენითა გაბზრება სული შენი გამოივა. შენაირებს ნამდვილად გაზრება თუ ასე გააგრძელეთ აზროვნება და ცხოვრება. ჩვენ კი იმედი გვაქვს, ღვთის მადლით, არა თავითვისით შეგვიძლია ცხონდეს და გადაურჩეთ წარწმედას. ეს ნამდვილად ასეა. თუ ეს ასე არ არის, მაშინ რა გვინდა ჩვენ ეკლესიაში? რა დაღვიარებთ უფალსა და ღმერთსა, თუ კი ის უძლურია რომ გვაცხონოს. ის ყოვლადძლიერია, მაგრამ მისი ყოვლადძლიერება უნდა ამოძრავოს ჩვენზე, ამოქმედოს ჩვენმავე სარწმუნოება, მისკენ სწრაფვა. როგორც იაკობის პირით გითხრა, მომიახლოვდით ღმერთს და მოგიახლოვდებით, წინაღუდექით ეშმაკსა და განვალს თქვენგან. თორე ასე კი არა, ზარმაცივი გულაბის ქვეშ წამოწვედა, როდის ჩამოვარდება ეს დამწიფებული გულაბი და როდის დამადრება ბაგეს. ეგეთი რამე არ იქნება.
აი მეც მაქვს ჩემი ცხოვრების წესი, განცდები, ფიქრები, ყველაფერი აქ არის გადმოცემული, მინდა გაგაცნოთ, არა იმიტომ რომ რაღაცნაირი პოეტური ღირებულებები გქონდეს, არამედ იმისთვის რომ გაჩვენოთ რომ ყოველი ჩვენი სუნთქვა, ჩვენი ცხოვრების ჩქამიც კი თუ გულის სიტყვები მხოლოდ ღმერთს და ადამიანს უნდა უკავშირდებოდეს. პატრიარქმა ეს თავისებურად გამოთქვა. ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. აი ეს არის უპირველესი ღირებულებები. თუ რიტმში ჩაჯდებით ამ ლექსს, ეს არ არის კლასიკური ლექსი. კლასიკური ლექსი ამასინაც აგიგიხით, რომ მაქვს უნარი ისიც დაიწეროს, მაგრამ უფრო კარგია აზრის გამოსათქველად და იმ განწყობილებაზე აღმოჩნდა ეს ფორმა, ეს ჟანრი, რიტმეული ლექსი. თუ რიტმში ჩაჯდებით, რიტმს თუ დაიჭერთ, აზრსაც უკეთესად და ადვილად გაიგებთ. როგორც რამ ჩანახაც, გონებას გამოთხოვ, ზამთრის სივიღამის სუსხიან განცდას და დავიწყებ აღწერას იმ შთაბეჭდილების, რაიც დამიტოვა იანვრის დასასრულ. ტყუის ფერიცა და თოვარე დამსხრალი, პირქუში ღამე და ფიქრები მაშვრალი. დღემ გადაიარა, თოლვარე განცდებით, ღვთისმსახურებაში და ადამიანთა. მღვდელი ვარ მდაბალი, არსება უღირსი, რადგან მომირჩია უფალმა ნეტავი? ვეხეტებოდი რაც ცოდვათა ჯურღმულში, მან გამომისხადა არსება თავისი. მას აქეთ მოვდივარ მაღალი ღმერთისკენ, ღვთის მეცნიერებით სულ უფრო ვეცნობი, თუ წმიდა მამათა, თუ წმიდა წერილი, თუ ჩემი პირადი გამოცდილებით. მიუწვდომელია, დაუსაბამოა, მოუხელთებელი კაცურ გონებისთვის. თუმცა თავად სწრაფვაც კი უფალი ღმერთისკენ მომნიჭებელია ნუგეშილისების. დამატკბობელია, დამათრობელია, სამოთხის კარებთან აღმამაღლებელი. აქ ხედავთ თითქოს და როგორაც სარკეში პავლეს სიტყვები რომ მოვიშველიო, იქ თუ კი გვეღირსა და თუ კი გადარჩით, პირისპირ იქნება ხილული უფალი, რომელსა მხოლოდ საშვენის დიდება, პატივი და თაგვანისცემა თანა მამით და სული წმინდით აზდა მარადის და უკონითი გულისამდე. ამენ.